მოგესალმებით ეთერში ბარიერი როგორი იქნება 2015 წლის 17 მაისი ამაზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში მე წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს რუსუდან კერვალიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია გენდერული სამართლიანობის ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ანთიმოზი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი სამოქალაქო განვითარების სააგენტოს სიდას აღმასრულებელი დირექტორი ზვია დევდარიანი და დავით მიხელშუბლაძე LGBT საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ესეც არასამთავრობო ორგანიზაცია დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში მინდა ასეთი კითხვა დავსვა რატომ არის LGBT საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი რომ 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს მათ გამართონ აქცია სადაც გააპროტესტებენ თავისუფლებების დარღვევას თუ გამოხატავენ პროტესტს მათ მიმართ დამოკიდებულების გამო აქვე რაღაც წინა ისტორიას ავით რომ მოვყვეთ უკვე 2014 წლიდან პატრიარქის გადაწყვეტილებით აღინიშნება ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე 17 მაისს და პრაქტიკულად ბოლო 2 წელია აღარც უცდიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქციის გამართვა, ვინაიდან ისინი ამბობენ, რომ აი 2013 წლის მოვლენების შემდეგ მათ ისინი ვერ იღებენ უსაფრთხოების გარანტიებს. ჯერჯერობით უცნობია რა მოხდება წელს, წინასწარი ინფორმაციით არასამთავრობო ორგანიზაციები არ გეგმავენ 17 მაისს აქციებს, ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ, მთელი დღის განმავლობაში რუსთაველზე გამართავენ სხვადასხვა აქციას. ბატონ დავით, თქვენ მინდა პირველ რიგში კითხოთ, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, აი LGBT საზოგადოების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად 17 მაისს აქციით და არა რაიმე სხვა ღონისძიებით, ეს იქნება დახურულ კარს მიღმა შეხვედრა თუ რაღაც იატაკქვეშა შეხვედრები გამოხატონ თავისი პროტესტი თუ თავისი პოზიცია და აღნიშნონ ეს დღე. რატომ მაინც და მაინც 17 მაისი ზოგადად ეს არის სიმბოლური დღე, იმიტომ რომ 1990 წელს, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოიღო ჰომოსექსუალობა დაავადებათა რეესტრიდან, სწორედ 17 მაისი იყო ეს. მსოფლიოში აღინიშნება 2003 წლიდან, პირველად კანადაში აღინიშნა ეს დღე, შემდეგ უკვე 2006 წელს გახდა საერთაშორისო დღე და ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ ქვეყანაში აღინიშნება ეს დღე როგორც ჰომოფობიის საწინააღმდეგო, ბიფობიის, ტრანსფობიის და ლესბიფობიის საწინააღმდეგო. ჩვენ არ გვაქვს იდეა ფიქსი, რომ მაინც და მაინც 17 მაისი იყოს. ეს არის დაწესებული ეს დღე, ჩვენ არ მოგვიფიქრებია. ბატონო, უბრალოდ რატომ მაინც და მაინც საჯარო ღონისძიება აქციით? ამას აპროტესტებენ ხოლმე კონსერვატიული საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის წარმომადგენლები, მოდი ასე დავარქვათ. ისინი ამბობენ, რომ არ არის საჭირო აფიშირება საკუთარი პოზიციის და ალბათ მოგეხსენებათ, რომ პროპაგანდასაც უწოდებენ, ხო, ძალიან ხშირად. ეს ძალიან საინტერესო არის, ხო, და მადაღებული თემა არის პროპაგანდა, იმიტომ რომ შეუძლებელია ნებისმიერ ფსიქოლოგს, ფსიქიატრს, სექსოლოგს ჰკითხეთ კომპეტენტურს და ამ საქმის სპეციალისტს და არა ვთქვათ რომელიმე სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანს რას ნიშნავს სექსუალობა და შესაძლებელია თუ არა მისი თავს მოხვევა. თუ ადამიანი არის, ის არის, თუ არ არის, ის ვერ გახდება ან გეი, ან ჰეტერო, ან ლესბი, ან ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ნუ ვიკამათებთ, მე შეიძლება ამაზეც ვიკამათოთ, მაგრამ აქცია, რატომ საჯარო აქცია? კონსტიტუციის თანახმად ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საჯარო ჩეკრების უფლება. ჩვენ ვიყენებთ კონსტიტუციას, ჩვენ ვართ თანასწორი მოქალაქეები, შესაბამისად ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია სახელმწიფოს მიმართ, მოქალაქეების ყურამდე მივიდეს ის თუ რა პრობლემები აქვს მის თანამოქალაქეს, რომელიც ასევე ზრუნავს იმაზე, რომ სახელმწიფო შედგეს და შენებაში ჩვენ შეგვაქვს წვლილი, იგივე გადასახადების გადახდით და ჩვენ გვსურს, რომ სახელმწიფო მიაქციოს ყურადღება იმ პრობლემებს, რაც დგას LGBT თემის წინაშე, მაგალითად იურიდიული პრობლემები, რომელიც არის, ამ თქვათ, სხვა სფეროში არსებობს კიდევ სამედიცინო სფეროში არის პრობლემები, განათლების სფეროში არის პრობლემები, უამრავი პრობლემა არსებობს და სამწუხაროდ არც ერთი აქციის დროს, რაც ყოფილა ხო 12, 13, 14 წლის განმავლობაში არ დასწავლა LGBT თემს, რომ გამოიტანოს. წელს აღარ იყო. ხო, ანუ არ შედგა. არ დასწავლა LGBT თემს, რომ გამოიტანოს ის ლოზუნგები, რაც მათ აწუხებს. ხშირად ამბობენ, რომ აი გამოდიან ისინი და პროპაგანდას ეწევიან. არც ერთ ღონისძიებაზე არ გამოდის არც ერთი ადამიანი და არ ამბობს, რომ მე კაც დამწევა და ეს მაგარია შენს გასინჯე. ყოველთვის ასეთი აქციების დროს ადამიანები გამოდიან იმ პრობლემებით, რომელიც მათ აქვთ და თუ ყველა გვეკითხება იმას, რომ რა პრობლემები გაქვთ, ნუ შეგჭამეთ ამ თქვენი ორიენტაცია და ასე შემდეგ, მომეცი ბატონო უფლება რომ გამოვიდე და შენ ნახავ მე რა პრობლემები მაქვს. თუმცა მე მახსოვს აი მაგალითად აპროტესტებდნენ ხოლმე ასეთ სლოგანს გაფერადდი და ასე შემდეგ და ეს ითვლებოდა პროპაგანდა.
რას ნიშნავს? აი გაფერადში ვეუბნები რა არის აქ პროპაგანდა. კარგი, თქვენთვის მნიშვნელოვანია რომ 17 მაისი აღინიშნოს საჯაროდ და ისაუბროთ თქვენს პრობლემებზე. მამალანთიმოს თქვენ მინდა გაგისვათ კითხვა. შარშან როდესაც 17 მაისი გამოცხადდა ოჯახური სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, ასე იქნა აღქმული რომ პრაქტიკულად იმისთვის გამოცხადდა რომ აღარ დარჩეს ადგილი LGBT საზოგადოებისთვის ამ აქციის ანუ თავიდანვე ამოიძირკვა თითქოს ამის მცდელობაც კი და პრინციპში შედეგი მივიღეთ ეს. რა საჭირო იყო რაღაცა კონტრაქცია? რომლის მოგესალმებით ჩვენ მაისი ალობა უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გამოაცხადა მშობლების და ოჯახის საპატიო დღეს რამე თუ დედა იჩერა ჯუდათ აისახეთ აპათებული და უზარმაზარი სიყვარული და პატივისცემით ეს დამტყროვა ჩვეულებრივი და უწმინდესის კურთხევას როცა კურთხევას დიდი ძალა აქვს და ყოველდღე აღმოჩნდით მის კურთხევას და შევასრულოთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა შეიძლება აღინიშნოს ეს დღე გადასარევი სახელწოდება აქვს და გადასარევი დღეა, უბრალოდ შარშან გამოვიდა ისე რომ სულისკვეთება გახსოვთ ალბათ სავარაუდოდ თქვენც მონაწილეობდით მთელი დღის განმავლობაში არა გაიმართა მსვლელობა აქცია რუსთაველზე სასულიერო პირების მონაწილეობით, მართლმადიდებელი მრევლის მონაწილეობით და მართალია ოფიციალურად არ იყო აქციის სახელწოდება ფუქრისა და ტრანსფობიის დღის წინააღმდეგ, მაგრამ სულისკვეთება იყო ასეთი მისი მონაწილეები ზუსტადაც აცხადებდნენ იმას, რომ ისინი არ დაუშვებენ LGBT საზოგადოების აქციებს, გამოსვლას ქუჩაში და ასე შემდეგ. რეალურად ასე გამოდის. 17 მაისის წინ ბრძოლა არ მიმდინარეობს ადამიანების წინააღმდეგ, უბრალოდ აკვეთის იდეოლოგიური ომი. ეკლესიისთვის სასტიკად მეუღებელია იდეოლოგიის დამკვიდრება, LGBT იდეოლოგიის დამკვიდრება, გავრცელება. რომელთო პირდაპირ მიმართულია ერისა და ეკლესიის წინააღმდეგ LGBT-ს იდეოლოგია. თავშივე ჩადებულია იდეოლოგიაში ეკლესიის წინააღმდეგ და ერის წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგია. ამაზე არ საუბრობ. კი ბატონო. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანები თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა, მათ აქვთ ადამიანების უამრავი ახლობელი მყავს, ნაცნობი მყავს, რომლებსაც აქვთ ესეთი საერთაშორისო არა იმრუშოს და ერთ-ერთი ნაირსახეობა და ცოდვა და ჩვეულებრივი საკუთრებული ცოდვა, რაც ადამიანი აღიარებს, რომ ცოდვა და მიდის ეკლესიაში და ინარჩუნებს იმას ეკლესიიდან არავინ არ აგდებს და უბრალოდ იმას ასარებას ამბობს ჩვეულებრივად ეკლესიის წევრია. ადამიანის ეკლესიის წევრია და ეკლესიის წევრი არიან, აქ ხდება უკვე პროტესტი და წინააღმდეგობა ეკლესიასა და იდეოლოგიას შორის. ეკლესიის წევრები თქვენ რას უწოდებთ? მაგალითად ეს დაყრდაღებული თემაა ხოლმე დისკუსიის და მაგალითად შეიძლება იყოს ადამიანი ათეისტი. ის არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ იყოს და მისთვის ათეისტები უწყლიანი ათეისტები და მებრძოლი ათეისტები, რომელიც მებრძოლი ათეისტები რას ნიშნავს იცით, რომელიც ღმერთს ებრძვიან და დაკავებული მებრძოლი ათეისტებს საომფარებულები არიან უბრალოდ ათეისტები და პირდაპირ ანტიქრისტიანულ სატანურ იდეოლოგიას მისდევენ. ეს ვთქვათ თქვენ თვითონ რომ ამ ადამიანების უფლებები არ ირღვევა, თუმცა ისინი თვლიან რომ ირღვევა. აქ თუ არა მათ უფლება გამართონ ვიცი, შოუ ბიზნესში, ამაში წარმომადგენლები, რომელსაც ჩვეულებრივად მოძრაობენ ქალაქში, ჩვეულებრივად პოპულარული ადამიანები არიან და არამედ იმათი უფლებები არ ირღვევა, რამეთუ საზოგადოება არ აქტიურობენ და ჩვეულებრივად ეკლესიის წევრები არიან და ეკლესიას არ ებრძვიან. უამრავი ადამიანია დღეს თბილისში. ანუ თავარი ამასავალია რომ ეკლესიის წევრი იყოს ეს ადამიანი. ეკლესიის წევრი, შეიძლება ეკლესიის წევრი არ იყოს, ეკლესიას ნოებძვი და საქართველოს ნოებძვი, ესე თქვათ რა. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა. რა არის საქართველოს? არის იდეოლოგიის დამკვიდრება საქართველოში მეტი არაფერი. იდეოლოგიის დამკვიდრება იქით იყოს, მაგრამ თუ კონკრეტული ადამიანი თვლის, რომ მისი
ორიენტაციის გამო მას ექნება პრობლემები და მისი უფლებები ირღვევა დაუშვათ სამსახურში, დაუშვათ სკოლაში. ის ასე თulis მამანთიმოს შესაძლოა თქვენ ასე ართულდეთ, მაგრამ ის ადამიანი ასე თulis. აქ თუ არა მას უფლება გამოხატოს პროტესტი, თუნდაც ქუჩაში გამოვიდეს და თქვას, რომ ჰომოფობები ჩაგრავენ. ეს არის სიტყვა რა, თვითონ ამ ორგანიზაციის მიმართ დაარსებული თუ მოგონილი ეს ნიშნავს ჰომოფობია რა. თითქოს ადამიანების ეშინიათ, ადამიანების ეშინიათ. ეს ნიშნავს მიდიხრათ რა. ამაში ნიშნავს იმას, რომ სულთეთო რა, მიყვარს და გადახრებია და ბისექსუალები საუბარავს, არანაირი სიზულის გობარნათა არ მაქვს, მაგრამ თუ ეს ადამიანი მოდის და პირდაპირ ტერია უკვე, არა ტერის გეტარდეს უმალა. ტერია რას ნიშნავს იქნება? ტერი, იცი რა ის ამ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვი. ტერი არის ანტიქრისტეს იდეოლოგიის მიმდევარი, პირდაპირ მნიშვნელობით. როდესაც ხალხს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი გონიათ, სახარება, ბიბლია, აპოკალიფსი, ანტიქრისტეს მოსვლა და იესო ქრისტეს მოსვლა. გონიათ ანდერსენის ერთ-ერთი ზღაპარი. და საშინელებაც მაგაშია ზუსტად. თუმცა ადამიანი შესაძლოა არ ცხოვრობდეს ეკლესიურად და ყველანი ცოდავთ და ცხოვრობთ ეკლესიურად და ყველა წესრიგი. ეს მოაჯაგდები და ეკლესიას მოწახვა წინააღმდეგი. ან მისი პირადი საქმე არ არის მის როგორ ცხოვრობს? ის ცხოვრობს ისე არ უშლის იმ ადამიანის ცხოვრება, უბრალოდ მოაქტიურობენ და ცდილობენ დააკვირდონ იდეოლოგია, ეს ცხოვრება არ არის. არგიტკალტორუსთან თქვენ როგორ ფიქრობთ ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ მათი უფლებები ირღვევა და გამოდიოდნენ თუ არა ქუჩაში? იმ დღეს, რომელიც არის დაწესებული ზუსტად ჰომოფობიისა თუ ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ. გესალმებით. დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება, რომ გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. რამდენიმე ფრაზა, რომელიც მამაანთიმოს მოგზანა, ჩემთვის ახლა ძალიან მენიშნა მე და ეს ნიშნავს იმას, რომ მამაანთიმოს ბრძანებს, რომ ამ ადამიანებს რა თქმა უნდა აქვთ უფლება, რომ თვითონ თავის მხრივ იყვნენ საზოგადოების თანაბარი წევრები. თანაბარ წევრებს გამოხატვის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. გამოხატვის თავისუფლების გარეშე იდეოლოგიის მიმართ დავარქმევთ თავიდან და შევრისხავთ და მეორე მამაანთიმოს მოგზანა, რომ ისინი არიან ისინი რომ ჩვეულებრივად, როგორც ყველა თანაბარი, ყველა ადამიანი, მასადავე თანაბარი მიდგომა ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის მიმართ არის განსაზღვრელი. ნებისმიერ შემთხვევაში სიყვარულით და სიყვარულით ყველა შესაძლებელია, რომ ყველა გამოხატვა იყოს მიღებული, შემდგომელი და გაზიარებული. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიიღებ, არა მტრულად, არამედ სიყვარულით. რატომ არ უნდა მისცე იმის საშუალება, რომ თქვას რა პრობლემები აქვს თავს. არა, როგორ არა. კი, მამაანთიმოს მოგზანა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, რომ ეს იყოს ბრძოლა ეკლესიის და სამშობლოს წინააღმდეგ. ამიტომ მიეცეთ საშუალება, რომ თქვან, რომ ისინი ამისთვის არ იბრძვიან, ისინი იბრძვიან თავიანთი. ამბობენ ქალტონოსუდან, ამბობენ, რომ ისინი იბრძვიან მათი უფლებებისთვის, ადამიანთა მოქალაქეობის უფლებებისთვის. თუმცა მათ მუდმივად ეუბნებიან ბოლო წლების მანძილზე, რომ ისინი ეწევიან პროპაგანდას და მათი აქცია, თუნდაც ხუთკაციანი, რომ სადღაც დადგნენ და ორი პლაკატი დაიჭირონ, არის პროპაგანდა. აი ამაზე ალბათ ადვილი მისასწორია, ეხლა ინტერნეტ სივრცეში შესვლა და ნახვა LGBT-ს იდეოლოგია რა არის და ღმათ, ყველაფერი წერია. რაც წერია ეხლა, რა ვიცი, ღია ეთერია და საჭირო არის ყველაფერს თავის სახელი. მე მგონი მე არ ვიგონებ, რომ ჰომოსექსუალისტმა გაიარჯონ და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება მსოფლიოში. ეს ძელი მითი არსებობს. რა ვიცი, მართებული არის ესეთი ლოზუნგი, მართლმადიდებლობა ან სიკვდილი? რა თქმა უნდა, ორთოდოქსოს ინტერნატოს ბენზინის მართლმადიდებლობა ან სიკვდილი, რა თქმა უნდა, ჩემთვის მართლმადიდებლობის არსია. არა, ეს არა. არა, მართლმადიდებლობა სიკვდილი ჩემი მართლმადიდებლობის პირადი ის არის. ორთოდოქსოს არის ქრისტესთვის სიკვდილი. კი, ქრისტესთვის. სხვა ადამიანები, არ მიდის ლაპარაკი სხვა ადამიანები. მაგაზე ლაპარაკი რომ არსებობს. მეტი ჭეშმარიტება არსებობს იესო ქრისტე. მეტი ჭეშმარიტება ეკლესია არ აღიარებს. ჭრილში არ გამიხილავთ, მე ამას გეუბნებით როგორც ინსტიტუციის სახელით, ხო? არსებობენ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ ან მართლმადიდებლობა, ან სიკვდილი. ყველა გარდა მართლმადიდებლებისა უნდა მოკვდეს. ამ
მართონის ფაზე რომ შედიხარ თვითონ აწერია თუ შეიძლება თქვენი ინტერპრეტაცია აინტერესებს მე მგონი ბატონო დავით და თქვენ ცოტა სპანერები ამის გაგებას ვიღებთ კი ბატონო თქვენ რასაც ამბობთ რომ ასეულ ჩანაწერები რომელიც LGBT-ს აქვს რაღაცა იდეოლოგია რომ უნდა რომ დამარცხდეს ჰეტეროსექსუალობის ჰეგემონია ამ პლანეტაზე და ასე შემდეგ ეს არ არის კონკრეტულად LGBT უფლებადამცველების პოზიცია ეს არის კონკრეტული ადამიანის ისევე როგორც მართლმადიდებლობა ან სიკვდილი არის რომელიმე კონკრეტული ადამიანის პოზიცია იმიტომ რომ ეკლესია ამას ვერ იტყვის რომ თუ ხარ მართლმადიდებელი შენ ხარ ჩემი თუ არა შენ უნდა მოკვდე ხო ვერ იტყვის ამას ეკლესია ვერ იტყვის ინტერპრეტაცია რაღაცამ გააკეთეს რასაც ასახელებთ ის არ არის ჩვენი თქვი შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა დადოს რაღაცა და მოდით მივაწერთ LGBT აქტივიზმს იმას რაც არ არის ჩვენი პროდუქტი ჩვენთან შეგიძლიათ ჩამომბრძანეთ Facebook-ზე მე ვიცი რომ თქვენ აქტიური მომხმარებელი ხართ და ძალიან მიხარია იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროს უნდა აუწყოს ფეხი ადამიანმა და მიუწვდეს ყველგან LGBT საქართველოს page-ზე შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ნახოთ ჩვენი აქტივობები რას საქმიანობთ რას ვფიქრობთ რა არის ჩვენი მიზანი და შემდეგ უკვე დავდეთ ბრალი იმაში რომ ჩვენ საქართველოს ელიტარული ტრები კარგი მოდი ქალტონ რუსუდანს მაინც დავასრულებინოთ აზრი ქალტონ რუსუდან ანუ პრობლემა წარმოიქმნება რომ არ შეიძლება ადამიანს დასწრებინება აქვს ქრისტიანებს უთხრა თუ მინდა მომხევი კარგი რა დაუდა მე მინდა ამბობს თქვენი ამერე მაგრამ დისურველი მაქვს როგორ ამბობს არ გაიწოვებთ ეს ჩემი სურვილია და ნორმა და დიდი სიამოვნები თქვენ აგესაუბრებით ერთი დღე ორი დღე იქნებ ჩვენ ჭკუაზე გადმოგიყვანოთ და მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდეთ გადაცემის შემდეგ მოდი გადაბირებაზე იმუშავეთ გადაცემის შემდეგ ქალტონოსთან პრობლემა იქნება ხოლმე იქ სადაც იწყება დისკუსია რა არის პროპაგანდა როგორც კი ჩნდება ინფორმაცია რომ LGBT საკითხებზე მუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათმა მხარდამჭერებმა შესაძლოა გამართონ აქცია, მაშინვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში მიგეგმება გეი აღლუმი და ასე შემდეგ, რომ აი შვილებს წაგვიბილწავენ, იქნება პრობლემები და ირაზმება საზოგადოების რაღაც ნაწილი. ანუ რაღაც ნაწილი არა, უმეტესი ნაწილი. იმიტომ უმრავლესობა კიდევ მართლმადიდებელი საქართველოში ვიცით და მათთვის მიუღებელია რაღაც საკითხები. კარგით, მოკლედ სად გავალოთ ზღვარი პროპაგანდასა და უფლებების დაცვას შორის. ძალიან დიდი მადლობა მე რომ მისვევთ ამ კითხვას, თუმცა აქ ჩემზე გაცილებით უთქვა. სამოქალაქო განათლებაში და ბატონი გელანიკოვიჩი როგორც ადამიანის უფლება და დამცველი, მაგრამ მე მოგახსენებ ჩემ მოსაზრებას. მე მგონია რომ ზღვარი უნდა გავიდეს ურთიერთპატივისცემაში ღია საზოგადოება, გამჭვირვალე დამოკიდებულება და აბსოლუტურად ყველა აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედი. ჩვენ თუ ამ ზღვარზე გავიარეთ, ჩვენი საზოგადოების სიმწიფე და მოციქულობა გამოჩნდება აი ახლა ამ 17 მაისს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ შევძლებთ ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული, შემწყნარებელი საზოგადოება. ამიტომ ზღვარის გავლება და ბარიერის ამ შემთხვევაში მე არ მიმაჩნია სწორად, მე მიმაჩნია მაქსიმალურად დღეს რაც კავკასიის ეთერში ხდება, რომ ვისაუბროთ და თქვათ და გამოვხატოთ ყველაფერი, სად ხედავთ საფრთხეებს, რომ არ შეიქმნას ზღვარი საზოგადოების უმცირესობასა, ნებისმიერ უმცირესობასა და უმრავლესობასა. პრობლემა რომ არსებობს, ალბათ გვეთანხმებით. პრობლემა არსებობს ერთმანეთის არ გაგი. პირველ რიგში პრობლემა არსებობს ზღვარში, რომელიც არის გავლებული და არის გარკვეული ნაწილი, რომელიც თავისუფლად ვერ გამოხატავს და ბოლომდე ვერ მიაქვს თავის სათქმელი საზოგადოებას. კარგად, ზვიად, თქვენ როგორ აფასებთ იმას, რომ 17 მაისთან დაკავშირებით ხდება, ანუ უფრო დავკონკრეტდები, 2014 წელს ვეღარ გაიმართა 17 მაისის როგორც ჰომოფობიისა, ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნა, გარკვეული მიზეზის გამო რასაც უკვე ვისაუბრეთ და წელსაც სავარაუდოდ ვერ გაიმართება. რამდენად მნიშვნელოვანია რომ ამ ადამიანებმა გამოხატონ აქციით თავისი აზრი და როგორ უნდა დაიცვას ისინი სახელმწიფომ. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული დღე 2013 წლის 17 მაისს, როდესაც ახლა გადავრჩით რომ არავინ არ დაშავდა, არავინ არ გარდაიცვალა და მაშინ იყო დიდი დისკუსია იმასთან დაკავშირებით, ხო, გახსოვთ რომ როგორ უნდა დაეცვა სახელმწიფოს. აი რამდენიმე დღის წინ ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა ფულადი სანქცია, ეს უკვე 2012 წლის 17 მაისის საქმეზე და ნათქვამია სასამართლომ დაადგინა რომ უმრავლესობის მიერ დაიყო ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მესამე მუხლი არ ადამიანობდა დამამცირებელი მოპყრობა მე-14 მუხლთან ერთად დისკრიმინაციის აღწევა და ასევე დაიყო მე-11 მუხლის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება
მე-14 მუხლის მიმართ. ეს მოდის ნაციონალიზმის დროს. კი ბატონო, მაშინ 2012 გახსოვთ ეს ისტორია, მაშინ შედარებით კი ბატონო, მართალია შობილთა კავშირმა შეუშალა ხელი მათ აქციის ჩატარებაში. მოკლედ ზვიად ძალიან გრძელი კითხვა გამოვიდა, კითხვა არა, რეპლიკები და ინფორმაცია, მაგრამ თქვენი აზრი გითხარით. მე პირველ ყოვლისა ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ იქნება სწორი, რომ იმ კუთხით წავიდეს ეს დისკუსია, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ფაქტია, რომ არსებობს ეს პრობლემა და სამწუხაროდ ეს პრობლემა არსებობს არა მხოლოდ იმ საკითხის ჭრილში, აქცია გაიმართება თუ არ გაიმართება და 17 მაისს რა მოხდება. ზოგადად არსებობს ეს პრობლემა და ამ თემს აქვს ეს პრობლემა თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ თუ გავიხსენებთ მათ შორის რა ფონზე და როგორ მიმდინარეობდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხილვა და შემდეგ მიღებაც ამ კანონმდებლობის, რომელიც პრინციპში ახალს არაფერს არ ამბობდა და ამბობდა და იმეორებდა ფაქტიურად, უბრალოდ კონსოლიდირებულად იმეორებდა იმას, რაც ჩვენს ძალიან ბევრ კანონშია ჩაწერილი, რომ არანაირი ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს, ამის კონსოლიდაციას ახდენდა და გარკვეულ მექანიზმებს ქმნიდა იმის თუ როგორ შეიძლებოდა, რომ თქვა ეს დისკრიმინაცია არ დაშვებულიყო და თუ მოხდებოდა თქვა ეს ფაქტები, შექმნილიყო ეფექტური მექანიზმი, რომელთაც მოხერხდებოდა აი ამ ფაქტებზე რეაგირება და გაჩნდა სახალხო დამცველის ესე თქვა ინსტიტუტი, რომელსაც ამ თემაზე უნდა ემუშავა. პირველი ვერსია პირველად უფრო ეფექტური იყო ჩემი აზრით, სამწუხაროდ საბოლოო ვერსიაში იმ კანონის, რომელიც მიღებული იქნა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტი იქნა ამოღებული, თუმცა მე მაინც არ ვაკნინებ იმის მნიშვნელობას, რომ ესეთი კანონი მიღებულია. ანუ მე იქითკენ მიმყავს საქმე, რომ მხოლოდ ამ 17 მაისზე არ არის საუბარი, ეს პრობლემა არსებობს. თუმცა 17 მაისს ყველაზე მეტ საუბარს ამ პრობლემაზე და გასაკუთრებით 3 წელია. არასწორია, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ეკლესიისა და თუნდაც იგივე LGBT საზოგადოების ურთიერთობის საკითხი. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის თემაც და ის გადაწყვეტილება, რაც მიღებული იქნა და ის რაც გადაწყვეტილებით არა, მაგრამ ზუსტად ვიცით, რასაც თვალდევნებდით 2013 წელს, ხო? ეს ყველაფერი მიუთითებდა სწორედ იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სამწუხაროდ ვერ ასრულებდნენ თავის ფუნქციას და რა არის თავისი დაპირისპირებებიც ამ ნიადაგზე მესმის, ეს დაპირისპირება არსებობს, შეფარული თუ ღია, მაგრამ აქ არის სახელმწიფოს პრობლემაც, იმიტომ რომ თუნდაც იგი 2013 წელს მაშინ როდესაც ესეთი გააფთრებული შეტევა იყო, ჩვენ გვესმოდა მედიის საშუალებით, გამოდიოდნენ მაღალი თანამდებობის პირები და მე მაგალითად ვერ ვგებულობდი რა იყო შეტყობინება საზოგადოებისთვის. იყო ერთი ნაწილი პოლიტიკოსების, რომლებიც საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს არის დაუშვებელი და არასწორი და იყო მეორე ნაწილი და სამწუხაროდ აი ეს მიდგომა, რომელიც ამ მეორე ნაწილს აქვს, ხშირად ჩვენ საზოგადოებაშიც არის, რომელიც წარმოადგენს ეს შეტყობინება, რომ ყველა უფლება დაცული უნდა იყოს, მათ შორის დაცული უნდა იყოს LGBT საზოგადოების წევრების უფლებები, მაგრამ ის მერე ვიყოფით ჩვენ. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც საუბრობს არანაირი მაგრამ არ უნდა არსებობდეს და თუ კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლება შეკრების, ეს უფლება აქვს ყველას. აქვს ეთნიკურ უმცირესობას, აქვს LGBT საზოგადოებას, აქვს შეიძლება ქალებს კონკრეტულ თემაზე საკუთარი პოზიცია გამოხატოს, აქვს უმცირესობას, აქვს უმრავლესობას. არის მეორე ნაწილი საზოგადოების, რომელიც ამბობს, მაგრამ და შემდეგ იწყება ეს კონკრეტული, ესე ვთქვათ, მესეჯი, რომელიც ძირითადი აზრი არის ის, რომ მე თავზე მომახო რაღაცას, ხო? არის თავზე მოხოვა რა არის, ახლა იგივე პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, ხო? მაგალითად არიან სხვადასხვა მიმდინარეობები რელიგიური, მაგალითად იეჰოვას მოწმეები, რომლებიც დადიან ქუჩაში და ავრცელებენ რაღაც პროდუქციას, ხო? და ქადაგებენ. არის ეს თავზე მოხოვა რაღაცის, ხო? თქვათ შეიძლება თქვას რაღაცა არის და ხა რა ვქნათ დავაბიოთ? ანუ აი მე რა ვშვებით თუ თვლით რომ ვიღაცამ ჩათვალა კონკრეტულად რომ რაღაც არის თავზე მოხოვა. მე რა არის ამ ადამიანის ქმედება და რაც თავია ამ ადამიანის ქმედება რომ იყოს ის იყოს სრულიად აგრესიული, ხო? ძალადობრივი მისი დამოკიდებულება აი ამ ადამიანის მიმართ სახელმწიფოს რეაგირება რა არის, შემდეგ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ ეს რეაგირება ჩვენ რაც დავინახეთ ბოლო წლებში, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მარტო ის არ არის მოახერხეს თუ ვერ მოახერხეს ამ შეტაკების თავიდან აცილება.
სპეციალურად გავუსვი ხაზი. რა შეტყობინებებს ავრცელებენ მედიით მაღალი თანამდებობის პირები, რაზე საუბრობენ პოლიტიკოსები. როდესაც ცალსახ არ არის მათი პოზიცია, აუთვის ცდილობენ უმრავლესობის გულის მოგებას, ეს ხო ვიცით. მაშინ ეს სახელმწიფო ორგანოების რაღაცებს ამბობს ძალიან პირდაპირ. და სხვა შეს კიდე ერთ მომენტს გავუსმევ ხავს და დავასრულებ. და არის აი ისეთი გამდებარი ხოდა მე ვარდებებიც ასე რომ მათ თუ არიან პოლიტიკაში პასუხისმგებლობაც უნდა ქონდეს და გასაგებად უნდა თქვანაც ალსახად რაღაცები. და მედიის როლი. მე მახსოვს 2013-ში რო უყურებდი ტელევიზიას, რამდენიმე მედია საშუალების, თქვა მაგალითად შემიძლია თქვა, რომ ის თუ ისინი როგორ გადმოცემდნენ იმას რა ხდებოდა რუსთაველზე, ეს იყო ცალსახად წახალისება აგრესიის და წახალისება იმისი, რაც იქ იყო გაჩაღებული. ეს კითხავს დაგისვათ რა. აი წამოწეს ჩვენთან ის რაც მოხდა სახელმწიფო პოლიციამ პატრულმა რაც მონაწილეობდა საკმაოდ დიდი ძალები მობილიზებული იყო და ყველანაირად ეცადება მშვიდობიანად დამთავრებული ყველაფერი და მალე მშვიდობიანად დამთავრდა. და აი რა უნდა ეკნათ ის 60,000 კაცი თუ რამდენიც იყო დაერბია ავტომატები ესროლა, ტყვეები ესროლა თუ რა უნდა ეკნათ ერთი აი ამდენი ხალხის წინააღმდეგ მაშინ და თქვათ რომ მე ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრი ერკილ ყარიბაშვილმა განაცხადა რომ რა მომეკნაო რა ესე დამერბიაო 60,000 კაცი და 60,000 ეკლეს და ბატონგელას უნდა ეკნა მაშინ მოსკლეს იყო იმას რომ მე ავთვლი რომ შვიდობიანად დასრულდა და რა ხამსხვერპლი არ იყო არა უნდა ეკნათ რა 60,000 კაცი და ორი დაეწყოთ არა უნდა უზრუნველყო ის რომ საერთოდ მოყვანი ეხა მე არ ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და პოლიციელი მაგრამ შემიძლია თქვა ის რომ იქ იყო ნუ არ ვიცი დაახლოებით 30-40 კაცი ალბათ და ძალიან ბევრი ხალხი მეორე ის ვამბობ მეორე ხალხის შეიძლება და ისე გთხოვდით რომ სხვაგან წასულიყო და ჩაეტარებინა ეს არის სხვაგან რას ნიშნავს ამაზე იმიტომ რომ ამდენი თავარი ადგილი კიდეც ჩვენ თავიდან მქონდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დათქმული, მაგრამ რადგანაც თქვენგან წამოვიდა ეს მოთხოვნა, რომ წავიდნენ სხვაგან აკეთონ, ჩვენ გადავიდეთ. ზუსტად ვიტყვი, რომ ეს იყო მეუფე იობი, რომელიც იდგა და ამბობდა მეუფე იობი. განძლებოდა და ბოლოს მან დაშალა ხალხი. მომანტ სხვაგან წასულიყო და ჩაეტარებინა და აღარ დაყვებოდა ეს ხალხი. ალბათ ეს რაც მოხდა, პროვოკაცია, აშუქებოდა ეს პროვოკაცია. შვიდობიანად ჩაივიდა ყველაფერი. იცი რა არის აი ხოდ დაინახეს რომ ამდენი ადამიანი დგას და ესეთი აგრესია მოდის. იქ თითქოს სამდელოდ დასი აკონტროლებდა ყველაფერს. იმ 60,000 კაციდან ყველას გონია რომ მრევლი იყო, ძალიან ბევრი ხალხი იყო ისეთი ადამიანები რომლებიც არც მრევლი იყო და არც ასრულების ხას დავუშვათ 17 ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე ვიცით რომ აღინიშნება რუსთაველის გამზირზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი დღის მანძილზე მართავს ღონისძიებებს და ბოლოს როგორც ვიცით არის გალა კონცერტი ანუ ადგილი ცნობილია დავუშვათ LGBT საზოგადოების წარმომადგენლებმა აი მაგალითად ვაკის პარკში რო გადაწყვიტონ 17 მაისს მე როგორც ვიცი არ პირებენ ოფიციალურად ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში ვაკის პარკში რომ გადაწყვიტონ აქციის გამართვა, საპროტესტო აქციის გამართვა. იქ არავინ არ მივა და არავინ არ დაარბევს მათ, თქვენი აზრით. მე დაარბევა და ძალადობის სასტიკი წინააღმდეგია, მაგრამ მე რა ეს თავიდან წასულიყავით მაშინ და იქ გაგემართებოდა იქ სიტუაცია. სად არის ის ხდებოდა იქ სიტუაცია. საცადული იყო სიტუაცია იმ დროს და განიმუხტებოდა ეს არ არის გააშორა ეს არ არის ერთი დღის პრობლემა ამაზე უნდა შევთანხმდეთ ეს არ არის იმ დღეს გავაშორეთ თქვენს კითხვაშიც საკრალური დღე ისტორიაში აი ნუ თქვენს კითხვაშიც იყო რომ რატო მიიღეთ ეს გადაწყვეტილება რომ თქვათ აი მაინც და მაინც აქციები სადმე ხო შეიძლება რომ შეიკრიბოთ ან გამოყადოთ და შეიძლება ამაზე კი არა რომ ღიად არა ეტაპში რომ ზანეთ ანუ დამოკიდებულება საზოგადოების სწორედ ესეთია რომ ეს ხალხი უნდა იყოს იეტაპ ქვეშეთში ეს არის ყველაზე სწორი და ეს ყველაზე სწორი ახსნა იმისი რამ ვითარებაში ვარ ჩვენ იმიტომ 17 მაისს კი არა აი 27 მაისს რო გადაწყვიტონ ამ ხალხმა შეკრება როგორ ფიქრობთ იგივე არ მოხდება ასე რომ აქ თარიღის პრობლემა არ არის აქ არის პრობლემა ზუსტად იმაში
ბევრი თემა ეხა იმას აღარ მოყვები ვისაუბრე სხვა ინსტიტუტების როლზე, მაგრამ პრობლემა ზუსტად იმაში არის სრულად შეუთავსებელი აი ეს პოზიციები არის ერთხარეს საზოგადოების ნაწილი, რომელსაც მეორე მხარეს ტყობს საზოგადოებას, არ უნდა რომ აღიაროს. კარგი, ბატონ გელა, თქვენი აზრით ირღვევა თუ არა, უფლებადამცველი ადვოკატი LGBT საზოგადოების წარმომადგენელთა უფლებები ირღვევა თუ არა საქართველოში, რის გამოც მათ აქვს სურვილი რომ გამოხატონ პროტესტი. მოგახსენებთ, პირველ რიგში ასევე მოგესალმებით, ცოტა მოგვიანებით. ნიშნულობა ახლა როდის დავიწყებ, თავარია ჩვენი სათქმელი ვთქვათ. რამდენი არის ბატონო ზიადმა ბრძანა, რომ ეს არ არის ერთი დღის პრობლემა და რაშია პრობლემის არსი, აქედან უნდა დავიწყოთ. საზოგადოების დიდი ნაწილი რაც ფიქრობს, რომ ეს არის ჰეტეროსექსუალობა არის ნორმა, ყველა აქედან გადახრილი არის გადახრა, არ არის ნორმა. მეორე მხარე ამბობს, რომ ისიც ნორმა, ლესბიც ნორმა, გეიც ნორმა და ციტყვით ბისექსუალობაც და ასე შემდეგ. და ტრანსექსუალობაც. ახლა ჩვენ ვერ ვაიზოლებთ, მე ვფიქრობ, ვერც ერთ მხარეს, რომ გინდა თუ არა შემოვიდგინოთ ჩვენ პოზიციაზე. უბრალოდ ამ ორმა მხარემ უნდა აიტანოს ერთმანეთს. უნდა ფორმები უნდა გამონახოს თანაცხოვრების. ორმა მხარემ არა უკაცრავად, ჩვენ არავის არ დავდევთ საცემად და ჩვენ არავის წინააღმდეგ არ გამოვდივართ. მე გამოდიხართ, გამოდიხართ. მე ვიხელებ კონსტიტუციურ უფლებას. დავით ბატონო. არც იმისია თქვა. გამოდიხართ საკანონოდ, მე მაგას ერთი პასუხი მაგაზე აუცილებლად. მე მაგას არ გულისხმობ, რომ ორი მხარეს როდესაც ვამბობ, რომ თქვენ ეს დასდევთ. აქ არ არის ამას ლაპარაკი. აქ არის გაგების თვალსაზრისით ორი მხარე, რომ სხვანაირად ესმით, დანარჩენ საზოგადოებას სხვანაირად ესმის. რა თქმა უნდა, თუ არსებობს პრობლემები და ეს პრობლემები უბრალოდ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები გიჟები ხო არ არიან, რომ არაფრიდან გამო. ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, მათ უნდა გამოთქვათ, უნდა გქონდეთ ამის გამოთქმის საშუალება, მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს პროპაგანდა და საკუთარი პრობლემების გამოთქმის ფორმა. აქ არის განსხვავება ერთ რაღაცაში. აი არსებობს ეს ექსიბიციონიზმი, გამოხატულება თავისი სექსუალური ორიენტაციის. ხშირად ეს კი არა პრობლემების გამოხატულება. აი ეს მინდა ზუსტად განვასხვაო. ეს არის როდესაც გამოხატავენ გეიაღრუმებით, რომ აი მე ესეთი ვარ და სხვადასხვა რაღაცები აცვიათ და რაღაცა. აი ეს არის სწორედ ექსიბიციონიზმი, ის რომ მე გამოვხატავ ეს და აი ეს თუ ეს გამომწვევია. ასეთი გეგმა არც კი ქონია საქართველოში არ არის. მე ხარობ რომ ასეთი გეგმა ქონდა. მე ვამშავ გავიმოდ გაატარებ ფერი მე ვამშავ მე დასახავ მე ვამშავ პრობლემას. ასეთ შემთხვევაში არა ეს გამომწვევი იქნებოდა რა თქმა უნდა და შეიძლება რაღაც ახსნა ქონდეს მეორე მხარის აგრესიას. მაგრამ თუ არის აქ ლაპარაკი რომ LGBT თემს აქვს პრობლემები, კიდევ აქვს რა თქმა უნდა ეს პრობლემები აქვს. ამ პრობლემის გამოხატვის საშუალება მათ უნდა მეიცეთ. და არა ხო, მათ უნდა გამონახონ ესეთი ფორმა. ახლა ჩვენ ლაპარაკი რა ფორმა შეიძლება გამოინახოს თქვენი აზრით, რომ არ მოხდეს მე ვფიქრობ, მათაც მიიღეს გარკვეული გაუჩნდება ამ ორი წლის წინ, რაც მოხდა და მე ვფიქრობ, არ იქნება მათი მხრიდან, არ ეს წელს იქნება თუ მოვალ წელს ისეთი ან დაანონსებები, წინასწარ გამოცხადებები, რომ ძალაუნებურად იქ აგრესიული მასის თუნდაც ვიზიტა ამით მოიხდუნებლიეთ და თუ ასეთის გამოხატვა აი იატაკქვეშეთი აი რა არის იატაკქვეშეთი თუ ასეთის გამოხატვა უნდა აი თქვენ წაღან კითხვა დასვით რომ მაგალითად ვაკის პარკში თუ აქ რაღაცა ოჯახის სიწმინდის დღე გაიმართა და ღონისძიებები თუ ისინი ვაკის პარკში იქნება თუ სხვა ადგილას იქნება არის მოაწყოთ მე ვფიქრობ რომ ამის სრულად ლეგიტიმური უფლება აქვს მათ შეუძლიათ ეს გამოხატონ კიდევ ამბობ თუ ეს არ იქნება რაღაცა არ გეი აღლუმში გადაზრდილი ან რაღაცა ისეთი ფორმები რომ აქ ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობთ უფლება აქვთ რომ გამოხატონ არის ერთი მათ მანიფესტაციის უფლება აქვთ ვერან ვერაუბრალოდ ამ უფლების რეალიზებას ვერ ახერხებენ განსხვავებით თუნდაც იმ ჯგუფებისგან ვინც ბატონზეებმა ჩამოთვალა ეთნიკური უმცირესობები ახერხებენ ხელისუფლებას ერჩიან ხო ესეთი თავის პრობლემებზე საუბრობენ სხვადასხვა ჯგუფებს შეუძლიათ მაგრამ აი
სექსუალური ნიშნით ხდება ძალიან ეს ტიპის განათლება, საზოგადოების განათლებასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არა ისე მიწოდება ამისი რომ აი ესენი ხვალ მოდიან და თქვენ უნდა ისეთები გაგხადონ როგორიც თვითონ არიან და ამ ქვეყანაში ჩაი დაიპყრონ თავისი ძალაუფლება დაამყარო. არავით ის რომ ამ ადამიანებს არსებობენ ესენი ხო? აი ეს მაგალითად მამა ანთიმოზი რომ იმიტომ რომ ის როგორც ინტერნეტში ძებნება ასეთი რამ რომ არის გეგმა რომ ყველა ჰეტეროსექსუალი გახდეს გეი. ეს ინტერნეტში შეიძლება რამე იგზებნება და ოშოშ არის ხალხი ვინც საუბრობს ერთ-ერთი მაგდან დღეს ჩვენი სტუმარი. კიდევ ამბობ რომ ამის ვარავისენ და ზუსტად ორიგინალი რომელი LGBT იდეოლოგია სფეროზე ამბობთ გეი მანიფესტზე ლაპარაკობთ რომ სულიდან თარგმნას კი იყო ეგეთი რუსული საიტებიდან ვრცელდება ძირითადად ესეთი ნაგავი ხო ამასთან დავამთავროთ თუ შეიძლება ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე რატო აქვს ამის გამოხატვის უფლება იმიტომ რომ სწორია კონსტიტუცია ახსენა საერთაშორისო ნორმები ახსენა და ადამიანის თავისუფალი ნება არსებობს რომლის გამოხატვის უზრუნველყოფა ევალება ხელისუფლებას, მაგრამ თავისუფალი ნება კიდევ ამბობ, არ არის შეუზღუდავი. არ არის ისეთი თქვენც მიდიხართ მაგრამთან. ხო აი შეუზღუდა მაგრამ. რა თქმა უნდა. აი შეუზღუდავი არ არის ეს. აი მოგეთქვი. ზვიადი ვერ იტყვის მაგალითად რომ და ვერც ვერავინ ვერ იტყვის რომ მე რადგანაც ასე მინდა თავისუფალი ნება მაქვს და შემიძლია მეს შიშველმა ვიარო ქუჩაში. ბატონო აქ ხო ამაზე მე მინდა ძალიან დავკონკრეტდეთ. და მე მოგითხარ აქ ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებზე საუბარი. როგორც აი თუნდაც ევროსასამართლოს დასკვნაშია საუბარი რომ არაადამიანური და დამამცირებელი მოწყობა არ იყოს, დისკრიმინაცია არ იყოს და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ შეეზღუდოთ ამ ადამიანებს. ვსაუბრობთ იმაზე რომ ვიღაცას უნდა ქუჩაში შიშველი მინოს მაგალითად რაც დასჭადია შიშველი ქუჩას სირბილი დასჭადია ანუ კანონი ხო არ რეგულირებს ესეთ რაღაცებს გასაგებია ხო და როგორ კოცნა დასჭადია და სექსით ვერავინ დაკავდება ქუჩაში კოცნაც კი მე მგონი არაერთგვარული კოცნა საზოგადოებრივი თავშესყრის ადგილებზე ამორალური ქმედება არ შეუძლია მაგრამ კოცნა არ არის კონკრეტულად კოცნა კი ბატონო არ არის თელი ამბები იყო მაგრამ ანუ ვერაფერს ისეც ქუჩაში საზოგადოებრივი მორალი შეურაცხოს ხო მაგრამ საზოგადოებრივი მორალად მიაჩნიათ იმ ადამიანების უმრავლესობას რომლებიც ზოგი აგრესიულად ზოგი პასიურად გამოხატავენ პროტესტს პლაკატი დგომა საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფა ხო არ არის მე გეუბნებით საზოგადოებას რაც მეჩნია თუ გაინტერესებთ მე რა მიმაჩნია მე გეტყვით რომ როდესაც ვამბობ რომ ნება არ არის აბსოლუტური მაგალითად თუ თავისუფალი ნება იქნება მოვიგებთ რომ არის აბსოლუტური არავითარ პროგრამს არ დაუშვებ რატომ არ შეიძლება იყოს დაშვებული ინცესტი და აკრძალულია უკაცრავად აკრძალულია საქართველოში ინცესტი მაგას გეუბნებით საზოგადოებრივი მორალის ფორსა კანონით არ არის აკრძალული მაგას გეუბნებით აი სწორედ მანდ მივდივარ რომ ინცესტი ხო არ არის აკრძალული დაძმას შორის ქორწინება თუ თავისუფალი ნება ხო არ არის აკრძალული მიიღებს ამას საზოგადოება ეს კანონის მოსაგვარებელი არ არის მაგას გელაპარაკებთ არა გამოხატვის თავისუფლების დაცვა კანონის მოსაგვარებელი რატო არ არის გამოხატვის თავისუფლება მაგალითად დაძმას შორის ქორწინება სექსუალურ კავშირზე განსხვავება ძალიან კონკრეტულად მინდა ადამიანებს შორის ვერ ხედავ ბატონის განსახილე დავითი ბატონო დავით აი ეს კანონი რა არის ადამიანი წერს ვიღაცა ყოველთვის არის ვიღაცა ადამიანი წერს კანონს და ეს არის კანონი მისაღები და საქართველოში მორალისობის აზრი გასათვალისწინებელი არ არის ამ კანონში თუ ასე არის მოიწვიეთ რეფერენდუმი და ამოაგდეთ ის კანონები ანუ შეცვალეთ მაშინ კანონი რომელიც თქვენ არ მოგწონთ არ არის საჭირო ანუ ნებისმიერ კანონზე აქვს ლაპარაკი რომელიც არ მოგწონს შევცვალოთ ის რეფერენდუმის სახით მაგრამ ნუ დაძლებთ ადამიანებს დაბურედით თქვენზე არ მაქვს ლაპარაკი ვიცით თქვენ არ ყოფილხართ ნუ დაძლებთ ადამიანებს მოსაკლავად იმის გამო რომ ეს კრეფსიტი არ შეიძლება მე განსასწორებელი პირები იყო ყველა იცავდა ადამიანებს რა მამა ანთიმოს იქ კადრებში ძალიან კარგად ჩანს მამები როგორ აღვევდნენ კორდონს და როგორ ისროდნენ აქეთ-იქით ამ ჯებირებს არ მინდა მე ხა ამაზე ლაპარაკი მე უბრალოდ მინდა ეს გადაცემაში რეკლამის შემდეგ მინდა გავაგზავნოთ დასრულებს მე მინდა იმაზე გავამახვილო ყურადღება რომ
როგორც თქვენ გაქვთ გამოხატვის თავისუფლება, ისე მე მაქვს, მაგრამ არ ხსენოთ ერთმანეთი, არ ვუტყათ. უბრალოდ დავდგეთ. მართლა დაგვიფრთხილეთ. კანონის ფორმებში ნებისმიერ ადამიანმა გამოხატოს თავისი აზრი. მართლა დაგვიფრთხილეთ. ეს კითხვას დავსვარო რეკლამის შემდეგ ბატონმა დავითმა გასცეს პასუხი. როცა თავისუფალ ნებაზე ვლაპარაკობთ, გულისხმობს თუ არა და აბსოლუტურ თანასწორობაზე რა ყოველგვარი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. გულისხმობს თუ არა ეს თავისუფალი ნება ერთსქესიანთა ქორწინებასაც. რატო არ უნდა ითქეს? მაშინ ამ ლოგიკით საკითხი რომ ერთსქესიანთა ქორწინება ჩვეულებრივი მისაღებია. კარგი, რეკლამა და რეკლამის შემდეგ ალბათ ბატონო დავით გიპასუხებთ ამ კითხვაზე და დაუბრუნდებით ძალიან მალე. კაფელის სახლით თავაზობთ ესპანურ კერამიკულ ფილებსა და კერამოგრანიტებს, უნიტაზებს, აბაზანებს, ჯაკუზებს, საუნებსა და დუშკაბინებს, კარებებს, გერმანულ ლამინირებულ პარკეტსა და შპალერს, ესპანურ სამზარეულოებსა და იტალიურ სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას. კაფელის სახლი, თბილისი, ქავთარაძის 27. ყველაზე დაბალი ფასების აქცია PSP-ში ტრადიციულად ყოველ სამშაბათსა და პარასკევს და ახლა უკვე 4 შაბათსაც. ისარგებლეთ კვირაში უკვე 3-ჯერ PSP-ს ყველაზე დაბალი ფასებით. PSP ჩემი ოჯახის აფთიაქი. ალერგია? ლორანექსი. ალერგია? ლორანექსი. ალერგია? ლორანექსი. ლორანექსი. ახალი თაობის ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება. ლორანექსი არ იწვევს ზილიანობას და მოქმედებს 24 საათის განმავლობაში. ის სწრაფად და ეფექტურად გააქრობს ნებისმიერი ტიპის ალერგიას. ლორანექსი. იცხოვრე ალერგიის გარეშე. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში PSP. გულიწფრიალი, ტკივილი გულმკერდის არეში, სტრესი და ნევროზი, უძილობა. მიიღეთ კორვალჯი. კორვალჯი, თქვენი გულის სიმშვიდისა და სრულფასოვანი ძილისთვის. გაყენებისას გააცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. საღამოს ეთერის სპონსორია ზედაზენი. ზედაზენი. აბარა. მაისზე როგორი შეიძლება იყოს ის რეკლამამდე დასმული კითხვა ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. მოდი ცოტა სამომავლოდ გადავდოთ, არ დაგვავიწყდება ამ კითხვაზე პასუხი, აუცილებლად კი პასუხებ. მანამდე ჯერ უფრო კონკრეტულ და ხვალინდელ თემებზე ვისაუბროთ. მამაანთიმოს თქვენ მინდა დაგისვათ კითხვა, რაღაცა დავიწყეთ ეს თემა და ვერ დავამთავრეთ. არიან ადამიანები, ვისაც 17 მაისს უნდა თავისი პოზიციის გამოხატვა. ძალიან კონკრეტულად თქვენ ძალიან სხვაგან გაემართათ ხო დავუშვათ 2013 წელს აქცია და არ მოხდებოდა ეს დაპირისპირება. აი 2015 წლის 17 მაისს სად უნდა გამართონ? კიდე ერთხელ ვიმეორებ შეიძლება ამ კითხვას, მაგრამ პასუხი მინდა ძალიან. სად უნდა გამართონ ამ ადამიანებმა აქცია? სად უნდა გამართონ ამ ადამიანებმა აქცია, რომ პლანეტა იუპიტერზე მეხუთე პლანეტა, პლანეტა იუპიტერზე. ანუ არ უნდა გამართონ არსად. ხო გითხარით, იქ უნდა გამართონ. თბილისის მასშტაბით და ერთი იუპიტერი ზევსი, რომელსაც მამატპარული გადახარქვდა და შეუძლიათ გამართონ მეხუთე პლანეტა ზევსი იუპიტერი. და თუ ირღვევა ამ ადამიანების უფლებები, ანუ თქვენ პრაქტიკულად ამბობთ, რომ ამ ადამიანებს უფლებები არ გააჩნიათ. მე ჩემი საქმე ეკლესიის პოზიციიდან გამომდივარ და მე როგორც მოძღვარი ჩემთვის არის სულიერებაზე საკითხი და ცოდვის მიმართ. ერთს გეტყვით რა აბსოლუტური საკითხი არ არის ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი. არა იმუშოში არის ნორმალურ ცოდვად ითვლება მრუშობა სიცვა ესე ქალთან დაუწერილი ჯოარი რო აქვს და ადამიანები მანამდე ამას ქვენ მრუშობა არა სიცვა და რომელიმე თუ არის კავშირში ქმარი ყავს ან ცოლი ითვლება მრუშობა დანარჩენი ითვლება არანორმალურობა თქვათ ჩუკენობა
მამათმალობა, ლესბოსელობა 2013 მაისს თუ არა ადამიანები განრისხებულები იყვნენ თუ არა 2013 წლის 17 მაისს ის ადამიანები კონტრაქციის მონაწილეები მართლმადიდებლობის დამცველები იყვნენ თუ არა განრისხებულები რა თქმა უნდა იყვნენ რისხანება არის თუ არა ცოდვა რისხანება გააჩნია რისხანებას ეშმაკის წინააღმდეგ განრისხებულიც უნდა იყო და რისხანიც უნდა იყო და უნდა გუძულდეს რა ანტიქრისტეს იდეოლოგია და ანტიქრისტეს მიმდევრები იმათ სიყვარული აღარ ჭრის შეიძლება დავიცავს კითხვა თუ რეპლიკა და მე მოგკითხვა თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე და ახსენებთ რომ აი ამის დაკანონებას ცდილობენ რის დაკანონებას გულისხმობთ ვერ მივხვდი იმიტომ რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები საქართველოში უკანონო არ არის 99 წლიდან ნებადართულია კანონით. საბჭოთა დროის გადმონაშთიდან იყო ეს ჩარჩენილი სისხლის სამართალში აკრძალული იყო, ანუ 171 მუხლი იყო მგონი, ხო? რაღაც. იკრძალებოდა. რას გულისხმობთ, როცა ამ დაკანონებას ცდილობენ? მე განმეორები ვარ. ბატონო, სოლის დაკანონებას. სოლის დაკანონებას მე გულისხმობ, რომ ოფიციალურად კანონით მოხდება სოლის მოსავალი ცოდვა ეს შეიძლება საჩვეულო ქრატურ აქვე არ ვიცი რომელს და მეუღლეთ და ამას ეს არის უკვე ცოდვის დაკანონება ოფიციალურად როცა ამას კონსტიტუციაში მიიღებს ოფიციალურად არის აი ამის მუქარა თითქოს და შეშინება ჩვენი კონსტიტუცია არის 1918 წლის ხო? ეკლესიანთა ქორწინებები დაკანონებული. ჯერ კიდევ მაშინ იყო ჩადებული რომ ქორწინება არის საქართველოს კონსტიტუცია. კი, ვერსია არის 1918 წლის. აბა ხას გირონის სააგაშინო მოიგო თავის თუმცა შემდეგ ბევრი შემდეგ ფეხოს გაითელა კონსტიტუცია წელიწადში 5 ჯერ ცვლიან მე მაქვს ლაპარაკი იმაზე რომ იმ დროს იყო უკვე ჩადებული ის რომ ქორწინება არის ორ სრულწლოვან ადამიანს შორის დამყარებული კავშირი იქ მაშინაც კი არ იყო ჩაწერილი ის რომ კაცსა და ქალს შორის იყო ეს ერთი ამ ეტაპზე LGBT თემს აქვს უფრო მნიშვნელოვანი და სიცოცხლესთან შეუთავსებელი პრობლემები, ვიდრე თქვათ გეი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა. ეკლესიაში და სიყვარულის გადასული ფიზიკურ საფრთხეებზე მაქვს ლაპარაკი და არა სულიერზე. მანათი სისტემა არის და სიცილი ეს ადამიანები ამბობენ რომ ფიზიკურად საფრთხე ემუქრებათ მამაკაცებს და ისინი თვლიან რომ მართლმადიდებელი ეკლესია მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესია პრაქტიკულად აი თქვენ ვწანებთ ხა რომ ადამიანებად არ თulis ესე გამოდის. ანუ მათ არ აქვს ის უფლებები, რაც სხვა ადამიანებს აქვს, თუნდაც გამოხატვის თავისუფლება. ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, აი ეგ არის და ეკლესია სახელმწიფო სახელმწიფო არსებობს და საკუთარი ჩვენ ამ ფუნქციას ვერ აღარ ამას არ მოეთხოვს უბრალოდ ძალიან ნიშანდობლია რომ ჩვენ როდესაც დავიწყეთ აქტივიზმი ასე ვთქვათ ამ თემაზე აქტიურად ლაპარაკი ხო სახელმწიფო იყო ჩვენი მოპასუხე მხარე და ეხლა ისე გამოვიდა რომ ეკლესია არის ჩვენი მოპასუხე და რა შუაში ეკლესია მე ეკლესიას ვერ შევაცვლევდნენ მის იდეოლოგიას ის იყოს როგორც არის მაგრამ იყოს იქ სადაც არის არსებობს საჯარო სივრცე რომელიც არის საერო სივრცე ის არის ჩემი თქვენი ამას აკონტროლებს კანონი რაც შეეხება სულიერებას კი ბატონო ამბიონზე ეკლესიაში რაც გინდათ ისევ მოუწოდეთ ადამიანს ამაზე ვერავინ ვერ შეგვიძლია ქადაგების უფლება კანონში წერია რომ არ გაქვთ. როგორ გეკადრება? არა გაქვთ. პროზელიტიზმის უფლება არ გაქვთ. ის უფლება არ გაქვთ. თუმცა მე უფლება ხატებს რო აკეთებ და ადამიანის ქრისტიანობის მოწოდება რა შეფერება არა. მაგის უფლება მე არ მithქვამს ეს. ნუ ამრუდებ ჩემს. ისე თქვა გინდათ ზანეთ. მე მithქვამია რომ ეკლესია რატომ აი ძალიან საინტერესოა რატომ მოხდა ისე რომ ეკლესია გამოდის წინაპლანზე და ის არის მოპასუხე. მათ იდეოლოგიისთვის მიუღებელია. ეკლესია და სახელმწიფო ერთი ორგანიზმი. არ არის ეგრე. თემ საქართველოს ის არის ეგრე. არ იყო ეს იქნება არ იყო ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მას არ აქვს ათეისტური დიქტატურის დროს იყო ერთადერთი პერიოდი სადაც ეკლესია იდეოლოგია და
მებრძოლი ათეისტები გამარჯვებულებდნენ და ეკლესია არ განაცხადა საერთოდ და ეს შემოგვიდაში და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი უკაცრავად ის არასრულფასოვანი მოქალაქეა არის ეხლა ცოტა ჩვენზე რაღაცებს საუბრობთ ხომ არ მინდა ძალიან თეოლოგიურ ჯელობებს შევიდეთ და რელიგიის ამბობდა და მე მინდა თქვა თქვენ ფიზიკურ პრობლემებზე ანუ რა ფიზიკური საფრთხეებია ამჟამად მიმდინარეობს ინტერნეტში ესეთი აქცია ადამიანები კითხულობენ იდენტობა არის ერთ-ერთი მე მგონი ამ აქციის ორგანიზატორი LGBT ადამიანების საზოგადოების წარმომადგენლების მიერ დაწერილ წერილებს, სადაც ისინი საუბრობენ კონკრეტულ საფრთხეებზე, დამცირებაზე, მათი უფლებების დარღვევაზე და ეს ძალიან საინტერესო აქციაა. სხვა ადამიანები კითხულობენ მათ წერილებს. აი თქვენ გითხარით კონკრეტულად რადგანაც მუშაობ თემთან, მაქვს ასე ვთქვათ, წვდომა ამ ინფორმაციაზე, მაგრამ სახელგვარად ბოდიშით ვერ დავასახელებ, კონფიდენციალურია. ლაპარაკი არის იმაზე, როდესაც სამსახურიდან გაგდებენ იმის გამო, რომ ხარ გეი. რატო? მაგალითად დაგინახეს ვიღაც ისეთ ადამიანთან, რომელიც არის არანორმატიული. არანორმატიულში გულისხმობ იმას, რომ ათვია ვიწრო შარვალი, ან ვთქვათ, ფემინური არის. ეს არის პრობლემა დასაქმებისთვის, რომ შენ ციმნაირი ხარ, ეს ერთი. ტრანსგენდერ ადამიანებს სერიოზული პრობლემა ექნება სამსახურში, იმიტომ რომ საბუთებში უწერიათ მამრობითი, ვთქვათ, გამოხატული არის მდედრობითი. არის პრობლემები სასამართლოში, როდესაც სიძულით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაცია არ ენიჭება საქმებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იურისტი ბრძანდებით და იცით ხო რას ნიშნავს ეს დაკითხვის ოკრუში ჯერ კიდევ ტექნიკური ხარვეზია, როდის დაგვირდა მინისტრი ამის გამოსწორებას, რისთვის მივიღეთ ის დაუნძიმებელი გარემოების შესწორება, არ არის აი ამასთანაც ერთი კვირის წინ ვიყავი დაკითხვას ვესწრებოდი ვერ განახორციელა დამკითხველმა ამ მუხლის შეტანა. ასევე არის პრობლემები იგივე საბუთებთან დაკავშირებით, როდესაც სქესი უნდა იყოს აუცილებლად მითითებული. ძველ პირობებში არ იყო და ამ ადამიანებს აქვს ძველი საბუთები და პრობლემები ექნებათ. არის რიგი პრობლემები, რომელიც სერიოზული არის. სიცოცხლესა შეუთავსებელია ზუსტად ის, როდესაც სამსახურიდან გაგდებენ. რატომ ვამბობ სიცოცხლესა შეუთავსებელია? იმიტომ რომ შენ უკმაყუროდ გტოვებენ. არა ისო გცემენ მოკლავენ. არა, შენ უკმაყუროდ გტოვებენ და ამაშობა საზოგადოება, ის საზოგადოება, რომელიც უმრავლესობა ამბობს, რომ მე ვარ ქრისტიანი. ეს არის უბრალოდ შეუთავსებელი. ასევე არის პრობლემები საქმეების გამოუძიებლობასთან. როდესაც ვიცით კონკრეტულად რომ ადამიანი მოკლეს მისი ორიენტაციის გამო და ამ საქმეებს მალავს შსს. არ უნდა მომთხოვოთ პასუხი ამ ადამიანს ზედმეტად სიძულით მოტივირებული დანაშაული არის საშინელი დანაშაული. მე ამბობ რომ ჩვეულებრივი ადამიანი ჩვეულებრივად ადამიანი შეიძლება მოკლა და ამაზე ნაკლებად დასაჯო. არა, ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ისაჯოს, მაგრამ არ უნდა ხდებოდეს ჩვეულებრივად ჩვეულებრივი სასჯელის მინიჭება. ერთი და იგივე არ არის ეს. როდესაც ადამიანს ძულს სხვა ადამიანი და იმის გამო კლავს, ის ორმაგად უნდა ისაჯოს. კარგი, ესე იგი მეც უსწორად გავიგეთ. ასეც რეალური პრობლემები სახელმწიფო მოუღებს. გამოხატონ ეს პრობლემები საათში. გამოხატონ მეც პროპაგანდას ეწევითო. აგიმოცა საშუალება არის მე თქვა აქამდე ესე იგი თქვენ ამ პრობლემებს რომ მოუგვარებთ მეორე გასვამთ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისაკი? ანუ საით მიყავთ? არა, მაინტერესებს. არ უნდა მოვაყარებინოთ ეს. არა, რა თქმა უნდა, რას კითხულობ? საინტერესო. ანუ ფერმის მესმის. იმიტომ არ გასულ ჯერ სხვა პრობლემები. აუღა დაუღოთ ხვალე. გასაგებია, მაგრამ არა, მეუღლეობის თეორია ხარ? შეთქმულა, თუმცა ლოგიკა იმედა აბსოლუტურად რა თქმა უნდა თავისუფლება და მაშინ რატო არ მაქონდეთ დღესვე, ანუ რატო არ მოსვავდეთ დღესვე ერთსქესიანთა ქორწინების დაკავების მოთხოვნას. რატო არ მოსვავდა? ხო ლოგიკურია. უტოპიაა დღეს მაგის მოთხოვა. იმიტომ რომ არარეალურია, მარტო ამიტომ ვასწავლთ, ხო? გასაგებია. და კიდევ ერთი. და ალბათ არარეალური დარჩება საქართველოში ძალიან ბატონგები. თქვენ თქვით ის 1919 წლის კონსტიტუცია რომ საუბრობთ იმაზე, რაც ძალიან არარეალურია. არარეალურია. ჩვენ ორი რამე არარეალური გვეგონა და დღეს რეალური ხდება. თქვენ როცა 1918 წლის კონსტიტუციაზე ლაპარაკობთ, იქ მიანიშნეთ და სწორად მენშეთ, იქ არ არის ქალსა და კაცის შორის ქორწინება, ხო?
ორგანული კანონი. იგივე თქვა ორი მორწმუნე ქრისტიანი თუ მოიმზადოს ერთ ქრისტიანთან ქორწინებას. შეუძლია მოთხოვოს მუზეუმში დაწეროს ჯორი. ჩემი საქმე ეკლესია რას დაადგენს ამაზე? მე მაქვს სამოქალაქო ქორწინება, ჩემი კომპეტენცია აქ არის. ეკლესიაში რა ხდება ეს ჩემი საქმე არ არის. ეკლესია არის ქრისტიანი, მე ვარ ქრისტიანი, მაგრამ მე არ მაქვს უფლება რელიგიური ინსტიტუციას მოვთხოვო რამე შეცვალოს, იმიტომ რომ ეს არის ცალკე სახელმწიფოსგან. მას თავისი ავტონომია გააჩნია და არ აქვს უფლება სახელმწიფოს ჩაერევას და მოსთხოვოს რამე. არა, სახელმწიფოს ჩაერევას აღრეუბნებით. არის ახლა ვატიკანში მithumetes ახლა ის თელერიგიის სახელმწიფოებია კათოლიკური, სადაც დაშვებულია და ეკლესია არ აწევს ჯვარს ერთ ქრისტიანს. დაშვებული. კათოლიკებში არ დაშვებული. არა, კათოლიკური სახელმწიფოებში თქვენ იმის შიში გაქვთ თუ სხვა უფლებებში გამყარდა ეს შიში რაღაც მოდის ლოგიკა, ელემენტარული ლოგიკა. მომავალში არ მოითხოვონ? პირიქით ამაგავიანებს, აი რას პრობლემები ჩამოთვალა, ამ პრობლემებზე უნდა მეტყველო სახელმწიფო. სახელმწიფოს. არაფერი აღწალდა პატარა. მე მაგალითად მიმაჩნია რომ ის დღეს ჩვენ ახალავთ ამ გადაცემაში გავხსნის ეთერში და ამ თემაზე ვსჯელობთ ამ შემადგენლობით ეს ნიშნავს იმას რომ ბევრად უფრო უკეთესი მდგომარეობა ვინმე იყო გარკვეული. თუნდაც იმიტომ რომ პროგრესული დიალოგში არა გადაწყვეტილება მხოლოდ სახელმწიფომ უნდა მიიღოს მარტო სახელმწიფოს გადასაწყვეტილება. ეს არის ის ზონები რომელიც მხოლოდ და სასტიკი მოპყრობა და წამება მესამე მუხლი რომელიც ევროპის სასამართლო მიიღო კონკრეტულად მიმართულია სახელმწიფოსაკენ და პასუხისგებელი არის აუცილებლად სახელმწიფო. რადგან ადამიანში აღკვეთა და 2013-ში ამ ადამიანის უფლება ის რაც ბატონმა გელა მიკითხა ჩვენი უფლება არის მოქალაქეების ვიკითხოთ ყველა კითხვა დავსვათ რომელიც იწვევს გარკვეულ ეს არის ჩვეულებრივი უფლება მაგრამ გადაწყვეტილების მიღება და ადამიანის უფლების დაცვა კონკრეტულად და მაგრამს ვიტყვიათ ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება მაგრამ ერთი პრობლემა არის როდესაც აი ახსენეს ანტიდისკრიმინაციის განხილვა ხო მე ვიყავი კომიტეტის ხდომაზე და იქ იყო საოცრება რა ხდებოდა იმიტომ რომ ნახევარი დარბაზი იყო სამღვდელოებით სავსე ნახევარი დარბაზი არასამთავრობო და პარლამენტის ადმინისტრაციიდან ეს ადამიანები პირდაპირ ზეწოლას ახდედნენ პარლამენტის წევრებზე და მოუწოდებდნენ რომ თქვენ ლოცვებში აღარ მოგიხსენიებთ, თქვენ აღარ ხართ ქრისტიანები, ესეთი ტექსტები მიდიოდა. მე არ ვიცი რამდენად აქვთ ამ ადამიანებს საპატრიარქოსთან ურთიერთობა, მაგრამ ეს პირდაპირი ჩარევა არის დაუშვებელი ეკლესიაში, იმიტომ რომ სხვა დენომინაციებიც არსებობენ საქართველოში და მოდი მაშინ იმათაც მივცეთ ასეთი უფლება, ხო? გავათანასწორებთ რა ერთმანეთს. თქვენ მართალი ბრძანდებით, სხვა დენომინაციებიც ყველა მონასტერი ვართ. ნუ ეს ჯელობა. ეკლესიის ეს მართლმადიდებელი ეკლესია. მამანთიმოს, მე არ გულისხმობს კონკორდატს. ისტორია არის მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი ქართველი და მართლმადიდებელი ქართული კათოლიკე და იყო და ქართველი ფრანკს ეძახდნენ უკვე გესმის და მონოფიზიტი კანონს აქვს მნიშვნელობა მონოფიზიტი რო ხდებოდა სომერს ეძახდნენ ისე გათვიცნო ის იყო შინაგანად მართლმადიდებლობა და ჩვენს კანონს ის მნიშვნელობა კათოლიკე ქართველი არც ხაზი უნდა გადაუსვა ვინ ამბობს რომ ხაზი უნდა გადაუსვათ მე ვამბობ იმას რომ კანონისთვის არ აქვს მნიშვნელობა შენ ქართველი კათოლიკე ხარ თუ ქართველი მართლმადიდებელი და ჩვენი კანონის ახარება 4 სახარება. მაშინ რა შეჭეროთ? რა თქმა უნდა, თქვენ თუ დიდი კანონი არ არსებობს. გამანთმოს. იმაში გადავდივარ. რუსუდანს დავსვავ კითხვას. იესო ქრისტეს სიძულვის, იესო სიყვარული. მართალია, სახარებაში რაც წერია ის რომ დაეცვათ 2013 წელს არ მივიღებდი ჩვენ ტაბურეტით მადევარ ადამიანებს. ჩემო მაწყევარი, როდესაც უნდა ილოცოს იმ ქრისტიანმა მაწყევარისთვის და მტრისთვის, ეგრე არ წერია. სასულიერო პირების სიტუაციას ვერ აკონტროლებდა და მე სასულიერო პირებს მოვაბრალებ რაღაცებს. არაფერს არ ვაბრალებ, ობიექტურად მსჯელობ. და 200-300 კაცი ვიცი ვინ შემოგზავნილი იყო მოწინააღმდეგე მხრიდან. ხოვითო 30 იყვნენ და 200 კაცი დაახლოებით შემოგზავნილი. როგორ ახერხებთ? და ერთი ვინც მიიღებს ის ერთი შემოგზავნილია. იდენტიფიცირება როგორ მოახერხეთ? ნუ ყველაფერს ყوارებს საერთოდ სასამართლოები რომ მიმდინარეობდა იქ გამოძიება რაღაცები გაერკვა. იქიდან გამომდინარე რასაც ბრძანებდით რომ აი სახელმწიფომ უნდა დაიცვას ეს ადამიანები, თუმცა 2012 წელსაც მოუმზადებელი აღმოჩნდა სახელმწიფო და პოლიცია კონკრეტულად რომ დაეცვა მათი მანიფესტაციის თუ გამოხატვის თავისუფლება და 2013 წელს მით უმეტეს. ანუ აი კითხვა დაისვა ხო აქ რომ რა უნდა ექნა პოლიციას და მართლაც იქ ისეთი სიტუაცია იყო რომ შესაძლოა
პოლიციას ვერაფერიც ვეღარ ექნა, იქ იყო ათასობით ადამიანი, განრისხებული მამაკაცები, ასე ვთქვათ. გიჭები, ბავშვები, და რეალურად სახელმწიფო თითქოს უძლური იყო იმ მომენტში, რომ რაღაცა განეხორციელებინა თავისი რეალური ფუნქცია, რომ დაეცვა ადამიანები, ხომ? რეალობას შევხედოთ და დავარქვათ თავისი სახელი, უმრავლესობის წარმომადგენლები, მოდი ასე ვთქვათ, ამბობენ პირდაპირ, მე შარშანდელი კადრებიც ამოვიღე, ხომ? შარშანდელი აქციის ფორმალური საფუძველი არც ამის თქმის შემეშინდება, ამ აქციის იყო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, თუმცა ინტერვიუებს უყურებდი და ყველა ამბობდა პრაქტიკულად, რომ ამ აქციის სულისკვეთება იყო ასეთი, არც კი გაბედოთ და არც კი გაიფიქროთ, რომ თქვენ გამოხვალთ ქუჩაში. რეალობა არის ესეთი. და წელს უკვე პირდაპირ ეკლესიას ადებს ხელს, ასე ვთქვათ, იდენტობა მაგალითად და ამბობს, რომ აი აგრესიის ეშინიათ ზუსტად მრევლის მხრიდან, მართლმადიდებელი მრევლის მხრიდან. აიდენტობის მიერ და ასე უწმინდესი და უნეტარზე ეს შეხება, ესეთი ცუდი სიტყვებით, ახლა არ შეიძლება რა. ასე 95%, რომელიც საქართველოში უყვართ და პატივსცემენ იმ ადამიანს ესე შეეხები და მე რო იძახი რომ ჩემი მე სიძულვით მეყურებენ, უკვე თვითონ იწევ რა, არ შეიძლება რა. უწმინდესი და უნეტარესის ირაკლი აჭარაძის გან ვიღაცების გან ცუდად მოხსენება პატრიარქის ეს არის საშენელება და როგორ შეიძლება მიტკიცებენ დემიან და პატიოში ხდებიან და შედაროთ საზოგადოებას ესეთი ადამიანები ამბობენ რომ მათ ეშინათ აგრესიის თვითონ იწევ აგრესიას, ესეთი განოსვლები და ესეთი განცხადებები თვითონ იწევ ადამიანებში აგრესიას. რაც ეს გადაცემა დაიწყო, მე სულ ვკითხულობ, რა უნდა გააკეთონ, რომ არ გამოიწვიონ აგრესია და ბერნი. არ შეიძლება ეს აგრესიაზე ესეთი საუბარი არ შეიძლება კაცო. იმ უწმინდესი სიყვარულით ისაუბრე, იმით ისაუბრე. ეგ ერთ ადამიანმა და ხო შეიძლება ეს ადამიანი მოძღვარია და ის არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაგრამ არ ვთვლი თავს რომელიმე თემის წინამძღვრად. უბრალოდ საქმეს ვაკეთებთ ჩვენ. და რაც შეეხება იმას, რომ უდიერად მოიხსენია, გეთანხმებით, არ შეიძლება ესეთი რაღაცეები. არ შეიძლება ადამიანს ნებისმიერ ადამიანს არ შეიძლება შეურაცხყოფა, მაგრამ არ შეიძლება ამ ერთი ადამიანის გამო, ამის საქციელის გამო, ყველას მოვდოთ, ასე ვთქვათ, შარი. როგორც თქვენ ამბობთ, რომ იმ რამდენიმე მღვდლის და იმ მრევლის გამო არ შეიძლება მთელ ეკლესიას მოედოს ჩირკი, სწორედ ასევე არის აქაც. არ შეიძლება ერთი ადამიანის საქციელის გამო მე ვაგო პასუხი. როცა არ მივიღოს აი ბატონი მართლმადიდებელი ეკლესიის ხანდაგოდის აგრესია. რა უნდა მართლმადიდებელი ეკლესია? აგერ გიზით ადვოკატი ამაიოთან და თუ რამე დააშავა იმ ადამიანს. მე არ მომწონს. აი ადვოკატი. არის ერთი მდელი რომ დავეტყვით რომ ფიქსი დამკითხა კიდეც ბატონ მაგელა. მართლა? ხო, დავკითხე კათოლიკოსთან დაუსვით. არაფორმალურ ვითარებასთან გვაქვს ფაქტი, აი ძალიან მოდა შეჩვენა ეს ტერმინი არაფორმალური მართლობა, ხო დღეს საქართველოში. აი აქაც რაღაც არაფორმალურ ვითარებასთან გვაქვს თითქოს საქმე, კი ბატონო რაც გინდათ ისქენით, მაგრამ აი ვერ იზამთ იმას, რასაც თქვენით. და სწორედ ამიტომაც ისე უნდა მივიდეთ სახელმწიფომ და სახელმწიფო არის შექმნილი იმისთვის და იმიტომ რომ განახორციელოს ის ქმედება რომელიც იცავს ყველა უმცირესობის უფლებას. არსებობს არავითარ შემთხვევაში. აი რა როგორ უნდა გააკეთოს. ეს არის მე სახელმწიფო 2013 წელს ისეთი მყარი გარანტიები მოგცა რომ დაგიცავთ. სახელმწიფო 2013 წელს ძალიან გაუთვალისწინებელი იყო ის უბედურება რომელიც იმ დროს მოხდა, თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, მე არ სახელმწიფომ დაგიცავთ. და მე არა ეს პოზიცია რა თქვა მინდა თუ შეიძლება ბოლომდე თქვენ გახსოვთ. მეც გიცავთ მაგრამ მინდა გაგახსენოთ. შვედეთში იმ დროს იყო ძალიან დიდი ტრაგედია. ამიტომ სახელმწიფომ იმ დროს რაც განახორციელა თან სახელმწიფოს ძალიან ისეთი პოზიცია ჰქონდა იმ დროს ფაქიზი მომენტი შეიქმნა, რომელიც იყო გაუთვალისწინებელი სრულად და ბუნებრივია. ბეჭისხიძე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ. ძალიან მომწონს რომ დღეს ბრძანებთ თქვენ რომ ყველანაირად ცდილობთ და ითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, იმიტომ რომ გადადიხართ სადღაც არამედ ითვალისწინებთ იმ ვითარებას, რომელიც ახლა მიდის მსჯელობა ამ საკითხზე, როგორ უსაფრთხოდ გავიაროთ ერთად და როგორ ვისწავლოთ ყველამ ერთად თანაცხოვრება, რომ იმისთვის ქალტონრუსთან აი ეს არის აქ თავარი პრობლემა, თორე რა თქმა უნდა
ბატონ დავით ვერ შევაცვლებთ პოზიციას და ვერც მამა ანთიმოს და არავინ არ როგორ შევაცვლებ მე ხო რომ უწმინდას დაუნეტარეს და ეკლესიას უდიერად ნუ მოიხსენებდა ნუ ამას მე ვთხოვ კონფესიას არ აქვს მართლაც და ხო მაგრამ მე როგორი საკითხზე სასაუბრობ არა რეაქციას რო იღებენ მე მე გეთანხმები რომ ანუ აზრს ვერავის ვერ შევაცვლებინებთ დღეს უბრალოდ თანაცხოვრების ფორმებზე აქვს საუბარი როგორ განახორციელოს ყველამ თავისი უფლება ისე რომ ვიღაცამ არ ცემოს და ვიღაცამ არ შეავიწროვოს თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს მხარით აი სახელმწიფო რა ქნას სახელმწიფომ ერთი რაც არის ამჟამად უნდა განახორციელოს ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება რეალურად უნდა მისცეს გამოხატვის თავისუფლება თავის ყველა უმცირესობას რომელიც არის სახელმწიფოში და უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი ისე რომ არავითარ შემთხვევაში არ იყოს მხარე ეკლესია და ამ შემთხვევაში არის რეალურად დღეს იცით ეს მოხდა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს იყო ის იმ დროს გარკვეული გაუგებრობა და გარკვეული არა შეუთანხმებლობა ყველანაირად რომელიც იყო იმ საკითხებში რომელიც ასე ვთქვათ გარკვეულწილად იყო გარკვეული პროვოკაციის სახეს ატარებდა და რატო პროვოკაციის სახე გეტყვის ატარებდა ყველა მხრიდან და არავითარ შემთხვევაში მარტო ყველა მხრიდან ეკლესიის მხრიდანაც ამ შემთხვევაში ეკლესიის გარკვეული წევრების მხრიდან არ იყო ბოლომდე გაგებული ის ვითარება რა ვითარებაც იყო იქ რა თქმა უნდა ამას საზოგადოების წევრები ბატონო ამას პოლიტიკური სუნი ქონდა იქ მე ნაციონალური იყო პრეზიდენტი ნაციონალური იყო პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრი პროვოკაცია მათ გააკეთეს პროვოკაცია არა პროვოკაციის სუნი პოლიტიკური სუნი ქონდა უფრო იყო დაზაბულობა აქციას ვიდრე ნუ LGBT ადამიანების პროვოკაცია იყო ქალბატონთა ნაციონალების პროვოკაცია აი თქვენი აზრით დაიყოთ არა იცით რა აუცილებლად რაღაც გამომჭა ვერ რა შუაშია პოლიტიზირება და რა შუაშია პოლიტიზირებული მე სამართლოები ქონდა გამოძიება ქონდა დაკითხვები და ცოტა სიღრმეში ჩავიხედე და გავინახე რომ ეს იყო ახსენა ისო ტრანზიტში მანიფესტაცია თქვენთან კავშირში არაფერი კარგი ფოტორუსთან ეკლესია არის მხარე რეალურად ხო ასე გამოდის არ შეიძლება რომ მხარე იყოს ეკლესია არის ერთი სხეული რომელიც თავის ჯულის კანონით რა თქმა უნდა ჯულის კანონით მოქმედებს და ამ შემთხვევაში მას სახელმწიფოსთან აქვს კონკორდატის საკონსტიტუციო კანონმდებლობის მიხედვით ის უფლებები რომელიც მას აქვს და არავითარ შემთხვევაში ეკლესია აქედან არ გამოდის ეს არის სეკულარული სახელმწიფო ახორციელებს თავის ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვის ამ შემთხვევაში პრემიერის მრჩეველი ომბუდსმენი და მთელი ის ინსტიტუციები რომელიც არის ქვეყანაში განახორციელებენ დარწმუნებული ვარ რომ 17 მაისი და ყველა შემდეგი დღე დანარჩენი 365 დღე და ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიოფობიის ყველა დღე ჩატარებული იყოს ისე როგორც ეს ნორმალურ ცივილიზებულ სახელმწიფოს ეკადრება მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ როგორ ეკადრება ნორმალურ ცივილიზებულ სახელმწიფოს ინცირესობებს გამოვიდნენ და თუნდაც უნდათ აქციის გამართვა გამართონ ვერ მართავენ და სწორედ მან არის სახელმწიფოს რატო უნდა აი დაიწყეთ თავიდან იმიტომ რომ გითხან თავისი ტკივილი თავისი წელი და სოციალური ჩვეულებრივად ცხოვრობენ საზოგადოებაში მიღებული არა საზოგადოებრივად მამაობებს როგორი ცხოვრობენ თავიანთი ამბავი თავიანთი აი იქიდან საძინებელი ოთახლიდან არ გააქვს მამანთი ეს ცხოვრება სექსის გარდა კიდევ ბევრი სხვა რამეა მე საჯარო სექსით არ შემოვდივარ როცა თქვენ ამბობთ რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ თავისთვის ოთახში ასაც უნდა იმასაკეთებენ მე საჯარო სივრცეში ოჯახი ჩვეულებრივი საზოგადოების ნაწილი არიან ისე გასაგებია მაგრამ მე საჯარო სივრცეს როცა ვითხოვ რომ დამითმოს და სახელმწიფო მომცეს ამისი ნება და უზრუნველყოფა რომ მე შევასრულო ჩემი ასე ვთქვათ კანონიერი რაც მაქვს უფლება მე არ ვითხოვ იმას რომ სექსი გავკავდე იქ მე ვითხოვ იმას და ვაჟღერებ იმას რა პრობლემებიც მაქვს და ნუ მურებთ ერთმანეთში იმას რომ მე ჩემი საფრთხე გავმოგზგარეთ ბოლოს ფინალი მაინც სექსთან მიდის რატომ აკეთეთ ამ ხელა აქცეს ძალიან კონკრეტული უფლებების რეალიზაციას ითხოვენ რატომ მაინც მართლა შევთქვენი ფანტაზია მამაში
სამსახურში ისინი ითხოვენ რომ მათ სამსახურში სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად მოექცნენ ჩვეულებრივად ისინი არ უსვამენ ხაზს სექსუალურ ორიენტაციას და უნდათ რომ სხვებმაც არ გაუსვან ხაზი სოციალური თუ სხვა უფლებების რეალიზაციის დროს მათ მოექცნენ ჩვეულებრივად ამას ითხოვენ რატო უსვამთ ხაზს უამრავი დღეს აი ესეთები რას ნიშნავს ახლა ნუ აი ესეთი აზროვნების და ესეთი ჰომოსექსუალური ორგანიზაციის წარმომადგენლები არ არიან ნუ ჰომოსექსუალები არა ესეთები დამოუკიდებლები რამდენი ძია ესეთები მოხსენიება ძალიან არაკორექტულია ესეთებას შიხს კარგით ზუია რუშობის ერთ-ერთი ნაირსახეობის მიმდევრები ძალიან მინდა რომ მხარედ გარკვეულწილად შესწევს თუ არა სახელმწიფოს უნარი რომ აი ეს რეალობა რაღაცნაირად შეცვალოს მე ვფიქრობ დაიცვას ამ ადამიანების უფლებები მე ვფიქრობ მიუხედავად იმისა რომ კითხვა რომ ვარციკულარო სახელმწიფო მაინც არის ამ კითხვაზე პასუხი გასაცემი ჩემი აზრით ატიპის სახელმწიფო ვარ თან ატიპის სახელმწიფოს ვაშენებთ იმიტომ რომ ყველა ის პრობლემა რომელზეც ჩვენ ვჭიალობთ აქამდე მიდის რა გვინდა ხო თუ თავდებით იმაზე რომ გვინდა კონსტიტუციაში ვეწეროთ რომ ყველა არ არის თანაბარი და არიან ჯგუფები რომლებიც არიან განსხვავებულები და მათი უფლებები არის უფრო ნაკლები ვიდრე უმრავლესობის. ხო, შეიძლება ესეთი სახელმწიფოც გქონდეს, მაგრამ გვინდა ესეთი სახელმწიფო გქონდეს. ეს არ იქნება ცივილიზებული სახელმწიფო. იდეაში ეს არ იქნება ესეთი სახელმწიფო, რომელსაც შეიძლება საკუთარი სწორი, ესე ვთქვათ, პერსპექტიული ადგილი დაიკავოს, თუნდაც არა ევროპის სივრცეში და სამწუხაროდ ძალიან ცუდია, რომ ხშირად აი ამ თემის სპეკულირებაც ხდება. როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ევროპიზაციით აი შემოდის უამრავი სიბინძურე, შემოდის უამრავი ცუდი რამ და მათ შორის ისაც ხდება ამ დღესთან დაკავშირებითაც ესეც ამის ნაწილია. ეს არის ძალიან ცუდი და ითქვა იმის შესახებ, რომ პოლიტიკა და მხოლოდ შიდა პოლიტიკა არ არის და სამწუხაროდ და გარე პოლიტიკაც არის ჩარეული და მე გულს იმიტომ რომ ეს არის სუპერუსული პროპაგანდა. ეს არის სუპერუსული პროპაგანდა, რომელიც და ითქვა კიდეც რაღაც ვებსაიტები, რაღაცებს აუცილებლად ხდება მართლა სოციალურ სივრცეში და როგორც წესი ამის ძირითადი წყარო და საფუძველი არის სწორედ რუსული ფესვი, იმიტომ რომ რეალურად აი იმ ყველაფრის ასე ვთქვათ აღდგენის სურვილი, რასაც რუსეთის იმპერიას სულს ერთ-ერთი გზა მისთვის არის სწორედ ისიც, რომ აი ამ გზითაც, ანუ აი ამ ტიპის რელიგიაზე აპელირებით, ტრადიციაზე აპელირებით და ნაცვალარია სრულიად დაუსაბუთებელი და არასწორი შეტყობინებების გავრცელებით აი ამ სახელმწიფოებს, რომლებსაც ის საკუთარი გავლენის სფეროთ თulis, რომ მოაცილოს იმ სივრცეს, რომელიც ჩემთვის ბუნებრივია. ანუ ის კი არა, რომ მე სადღაც ევროპაში მივიდიო, მე ევროპაში ვარ, იმიტომ რომ ეს სივრცე არის ევროპული სივრცე. და მე ვთვლი საერთოდ რომ იბერიული სივრცე საქართველოს არის, იბერია პოლიტიკური ცივილიზაცია, რომელსაც წარმოსდგა შემდეგ რატომღაც ავიწყდებათ ეს. როდესაც საუბრობ იბერიული ცივილიზაცია ჩვენ ავიდა. ნახევარ ევროპა იბერიული ცივილიზაცია. როდესაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ უნდა შევთანხმდეთ როგორი სახელმწიფო ვართ, აი მაგალითით რომ მოვიყვანო, ხო? მე დარწმუნებული ვარ დღეს რომ ჩატარდეს ესეთი კონფერენცია რედისონში და მიიწვიონ მაღალი თანამდებობის პირები, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი უმრავლესობა არ მივა ამ ტიპის კონფერენციაზე. არ ვიტყვი თანამდებობებით ვინ არ მივა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ მივა, იმიტომ რომ იყო ამის მთელობაც და ეს არასწორია. ეს არის კიდევ ერთხელ იმის მთელობა, უკვე სახელმწიფო დონეზე იმის მთელობა, რომ უბრალოდ არ შეუჩნიონ თუნდაც აი ამ ტიპის ცივილიზებულ გარემოში, სადაც შეიძლება მაგიდის იგივე დასხდნენ ადამიანები და იმჩნევა რომ მე რა პრობლემა მაქვს და შენ როგორც სახელმწიფო როგორ შეიძლება ეს პრობლემები მოაგვარო, აი ამაზეც უარია. იმიტომ რომ არ სულ აღიარონ ესენი არსებობა. აქაც რამდენჯერმე ახსენეს სიტყვა პროვოკაცია და აი ხშირად უსვამენ ხოლმე ხაზს აი LGBT საზოგადოების მოწინააღმდეგეები და ამ ადამიანების მოწინააღმდეგეები, რომ ისინი აწყობენ რაღაც პროვოკაციებს, ისინი ხელოვნურად გვიწევენ, რომ რაღაცა მოხდეს და ასე შემდეგ. როგორ ვერა კონკრეტულად. რომელი გრანტები წარმოვიდეს და ფული გადმოვიწყენ და არის ეს გრანტები, პროექტები და ასე შემდეგ. ეთქოს აი გვარბევენ და დაგვიცავით და მე მოდის და შეშოულობს LGBT ფულს. თავისთვის და რაღაცა ადადგამენ შოუს. და ყველაფერი ის ფულისკენ. აი ამ რიტორიკაზე რა ფინალი ეს არის. ნუ და მარტო პრობლემა ის იყოს ამ საზოგადოებაში, რომ არასამთავრობოები ცდილობენ გრანტი მიიღონ და ამიტომ პროვოკაციას იწვევენ.
ამას იქით თუ პრობლემას ვერ ხედავთ იმას, რომ სამწუხაროდ საზოგადოებაში და უმრავლესობაში არის ის განცდა და დამოკიდებულება არა მხოლოდ LGBT საზოგადოების მიმართ, ზოგადად არატოლერანტული და არაშემწყნარებული დამოკიდებულება განსხვავებულის მიმართ. ეს არის ძალიან ბევრ სფეროში. ხო? ეხლა შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გქონდეს ჩვენ, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემები იყო რელიგიურ უმცირესობებთან და არის დაკავშირებით, ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით და სხვა თემის წარმომადგენლებთან დაკავშირებით. ეს პრობლემები გვაქვს ჩვენ. ხო? მე ვთვლი, რომ ეს უბრალოდ ამას ზურგი არ უნდა შეაქციო და ამან ყველაფერი კარგად ვართ. და არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რომ თბილისის ერთ უბანში არის მეჩეთიც, არის ეკლესიაც, არის სინაგოგაც. მხოლოდ ეს დასაბუთებად ვერ გამოდგება იმისათვის, რომ თქვათ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ის რაც არის და ისტორიულად მოვიდა, ეს არის ძალიან მაგარი. მაგრამ ამ ყველაფერს დღესაც ჭირდება შენარჩუნება და მე თუ მკითხავთ, ამ შენარჩუნების ერთადერთი გზა არის ის, რომ შევძლოთ და შევეძლოს ერთმანეთთან ცივილიზებურად საუბარი. და ამიტომ უფრო არსებობდეს სახელმწიფო, სადაც არის კონსტიტუცია და კანონი, რომელიც გარანტიებს იძლევა და ჩვენ ვიყოთ მე უკვე ამის განხორციელების გარანტორები. იმიტომ დღეს ჩვენ არ ვართ. დღეს ჩვენ ვართ კანონი, სადაც წერია ერთი და არის მეორე, რომელსაც ვაკეთებ და აქ უბრალოდ ამის შეთავსების გარეშე შეუძლებელია რომ სახელმწიფო შედგეს და ბოლოს ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ბოლომდე ჯერ დრო გვაქვს, ჯერ ბოლოს არ ვართ. გარკვეულწილად გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ ეს 2012 წლის და 13 წლის შემდეგ 17 მაისი მართლაც იქცა რაღაცა საზომად ქართული სახელმწიფოს ეს მარტივად რომ ვთქვა ცივილიზებულობის, ხო? და მას განსაკუთრებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შემდეგ. მე არ მგონია, რომ თუნდაც ამ დასკვნის გამო პრინციპულად შეიცვლება თუნდაც იგივე მართლობის სისტემის დამოკიდებულება, სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ. ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ვიღაცამ სიგნალათაც კი არ მიიღოს. ეხლა სიმართლე რომ გითხრათ, ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც რაღაცას გვეუბნება, მაგრამ ამის გარეშე მინდა სახელმწიფო კონდეს. ხო, ანუ აი მითითების, დარღვევის და ამ დარღვევაზე რეაგირების გარეშე მე მინდა ესეთ საზოგადოება, სადაც ჩვენ ხვდებით, სად არის პრობლემა და შეგვიძლია ამ პრობლემებზე რეაგირება, სადაც სამართალი შეგიძლია არა მაინც ევროპაში იპოვო აი ამ სახით, არამედ აქვე შეიძლება შენმა სასამართლო სისტემამ თუნდაც დაადგინოს რა არის სწორი და რა არ არის სწორი. აი, როდესაც საუბრობ ამ პასუხისმგებლობებზე, ყველა ინსტიტუციას აქვს აქ პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული კიდევ თქმა სახელმწიფოს, რომელიც აი კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვეს ესე არ მithქვამთ, ყოველთვის ჩემთან ამდენადაც მოვიდა ინფორმაცია, რა თქმა უნდა ძალიან კაი შინაგანსაკუთრების სამინისტრო ჩართულია, მიდიოდა რაღაც მოლაპარაკებები, რომ ვთქვათ უსაფრთხო ჩაშანა წელსაც. ხო, შაშანწინაც. პრობლემა რა არის, იცი? ამდენადაც გავიგე ყოველ შემთხვევაში, საუბარი იყო იმაზე, რომ აი არც ერთი აქცია გაიმართოს და არც მეორე. მე ესეთი ვაჭრობა არ მინდა. ხო? სადაც კონკრეტული ჯგუფის უფლებას, კონსტიტუციურ უფლებას, რომ მან თავკუთარი აზრი გამოხატოს ამ ფორმით, გაიცვალოს იმაზე, რომ მეორე ჯგუფმაც არ გამოხატოს თავისი აზრი, თუნდაც რაღაც თემასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი თამაში. მე პირადად დავინახე, რომ შეიძლებოდა სამოქალაქო დაპირისპირება სერიოზული მომხდარიყო. ვისა და ვის შორის შეიძლებოდა სამოქალაქო დაპირისპირება. არ ვიცი, ქუჩაში შეიძლებოდა რაღაც უკონტროლო პროცესი დასრულიყო. იყო უკონტროლო პროცესი, იმაზე მეტი. კიდევ უფრო მწვავე უკონტროლო პროცესი დასრულიყო. რა უნდა იქ და სახელმწიფოს ჯარი გამოეყვანა ამ შემთხვევაში? უნდა გამოვიდეს სახელმწიფოს მეთაური, უნდა გამოვიდნენ დეპუტატები და ცალსახად უნდა თქვან, ისაც კონსტიტუციაში წერია. სამწუხაროდ მე რასაც უყურებდი ტელევიზიით, ესე ერთ ფანჯარაში იყვნენ პოლიტიკოსები, მეორეში როგორ მიდიოდა ეს დარბევა. მე იქ ცალსახად შეტყობინებები ვერ დავინახე პოლიტიკოსების. შემდეგ ის დეპუტატები წააგებენ შემდეგ არჩევნებში და ვაშკაცობა არა. რატო ეს არის პრობლემა? აგებენ შემდეგ არჩევნებში. აი უნდა პოპულარული. არა, აქ სხვა რაღაცას კითხულობს, რომ რაც არ უნდა იმ დეპუტატებს და მინისტრებს ეთქვა. იმ საზოგადოებრივ განწყობაში. ეკლესიას ბევრად უფრო მეტი გავლენა აქვს. როგორ აშუქებს მედია? როგორი პასუხისმგებლობით გამოდიან პოლიტიკური ფიგურები? რა პოზიციები აქვთ ინსტიტუციებს? ეს კრებსითაც შეიძლება დღესვე ამან არ გამოიწვიოს შედეგი. 13 წლის 17 მაისს გაკეთებული განცხადებები არ გახსოვთ და შემდეგ ზოგიერთ სასულიერო პირის მიერ მუხარა რაღაც ხელისუფლების და პოლიტიკოსების მხრიდან. პასუხისმგებლობით უნდა იყოს აღჭურვილი ყველა მხარე და ეს მოიტან შედეგი. ბატონო, ძალიან და გელასთან. მე გვაქვს ესეთი კითხვა, რა პოზიცია გაქვთ? თქვენ წაკითხული გაქვთ ანტიდისკრიმინაციული კანონი? ანტიდისკრიმინაციული კანონი. დაკითხული არა, მაგრამ გამიგია რაღაცა. ნუ, რა არის პრობლემატური არის თქვენთვის რამე მანდ?
ანტიდისკრიმინაცია, ესე იგი, მე მაინც ეტყობთ მიმაჩნია ეს კანონი, რამე თუ სახელმწიფო ვალდებულია ყველა ადამიანის უფლებები დაიცვას და ეს რატო გამოყო მაინდა-მაინც ეს ნაწილი ყველას ადამიანს იცავს, რომ თქვათ, რომ სხვა ვისაც ადამიან რომელი ადამიანსაც რაღაცა ესეთი აი ეს ანტიდისკრიმინაციას ჩაგრავენ ან რამეს უშვებიან ყველა ადამიანს შეაგინებ ან რაღაცას უზავ სახელმწიფო ვალდებულია კანონში ასეთი რამ რომ სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ყველა ადამიანს აქვს აი ამ სტუდიაში ვინც ვარ და კიდე გარეთ ვინც არის ყველას გააჩნია სექსუალური ორიენტაცია ეხლა ვინმე რომ მოვიდეს და თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენოთ იმის გამო რომ თქვენ ხართ ჰეტეროსექსუალი მართლმადიდებელი ან ქართველი ამის გამო ის უნდა დაისაჯოს ორმაგად თუმცა ეგ სიტყვები არ წერია არც ევროპული კონვენციის მე-14 არც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 რომელსაც სხვათი ანაცვლებენ ხო კარგი ხო და ამაზე იყო მაშინ იგივე კითხვასაგისად რა თქმა უნდა რეალობას მოგცემ სიტყვას აუცილებლად მოგვიანებით მანამდე ბატონ გელას დავსვავ კითხვას რეალობა ასეთი გვაქვს რომ ადამიანების ჯგუფს ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილს ისინი თვლიან რომ არ ეძლევათ უფლებების რეალიზაციის საშუალება როგორც არ უნდა ვალამაზოთ როგორც არ უნდა ვთქვათ რომ სახელმწიფოში ყველას უფლება უნდა იყოს დაცული და მთელი ამ დიალოგიდან თუ დისკუსიიდან რაცაც წარმოებდა მივიღეთ ის რომ თუ ისინი დაცულები იქნებიან ხოლმე დიატა ქვეშეთში არა ასე არ გამოხვალდა არავინ აქცენტ ესეთია ლოგიკა არა ლოგიკა შეიძლება ზოგიერთი ადამიანის ესეთი იყოს მაგრამ მე გონებ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მითქომა, როგორ უნდა იყოს საზოგადოების მითქომა. აქ ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია და არ უნდა მივიდეს საქმე სისხლის ბრამდე, აი იგივე რაც იყო თქვა 2013 წელს. იგივე საფრანგეთში მილიონი კაცი გამოვიდა ეცკესიანთა ქორწინების წინააღმდეგ. საფრანგეთი არაცივილიზებული, არადემოკრატიული. ბატონო, თუმცა იქ არავინ არ ცემს არავის. იმიტომ არავინ არ ცემდა, რომ იქ რო გამოსულიყო 50 კაცი და არა რა კარგი ეცკესიანთა ქორწინება, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს მილიონი კაცი გადაეთელავ და ამიტომ უნდა რატომაც დარწმუნებული ვარ, რომ არ გადაცემა. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ საფრანგეთში არ ნახავთ საფრანგეთში გასათავრობის ქვეყნებში შუაში ჩამდგარი პოლიცია და აკეთიკით ხო და მაგას გეუბნებით აკეთიკით ორი ხარე რომელიც ერთმანეთს აშველებენ რომ არ მოხდეს ეს საფრთხეებას იცავენ საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობაში უმრავლესობა ირჩევს მის უმრავლესობას და ის იღებს როდესაც არის 90 თუ 99% ერთ მხარეს და მეორე მხარეს 1% ან 10% და იქ ფიზიკურად უძლურია პოლიცია ასეთ შემთხვევაში მაშინ თქვენ თქმის არ იყოს მართლა ტანკები და ავტომატები უნდა გამოიყენოთ ამ ხალხის წინ არა რატო შესაძლებელი იყო ქუჩის ჩახერგვა იმნაირად რომ ეს ადამიანები ვერ გადასულიყვნენ მეორე მხარეს და არა ეს ციფრიფანა იმ კორდონით ვერ ჩახერგავდნენ ჩვენ კარგად გვახსოვს ყველაფერი შეუძლია სახელმწიფოს მაგალითად 7 ნოემბერში ყოფილხართ აი სტალინკატების აღმართვა რატო უნდა არა 7 ნოემბერში საჭირო უნდა გამოიყენო რატო 7 იმიტომ რომ შენ ხარ სახელმწიფო და შენი პასუხისგებლობა ორივე მხარე იყოს თანამდებობებში 7 აი ხო და 7 ნოემბერს ნოემბერი არ არის სახელმწიფო მაგალითად არა სახელმწიფომ გამოიყენა თავისი შეხედულებისამებრ ძალა ხო და ესეც არაპროპორციული იქნებოდა მე შევახშეს ადამიანს როგორ გააჩერებს თუნდაც 60,000 პოლიციელი მხოლოდ და მხოლოდ იარაღით თუ მუშტიკრებით ვერ მოერენ მე არ ვიძახი რომ რეზინის ტყვია უნდა გამოიყენებინა და არც იმას რომ წყლის ჭავლი მე ვიძახი იმას რომ უნდა ყოფილიყო ჩახერგილი ეს ქუჩა უნდა შექმნილიყო მაქსიმალური ბარიერი ამ ადამიანებისთვის რომ აი ესე თავისუფლად მინდორზე არ ერბინათ ეს არის პასუხისმგებლობა. სწორედ ძალიან ამიტომ სწორედ აქ უნდა ყოფილიყო შესაბამისი განცხადებები და მესიჯები საზოგადოების რაც შეცვლი გაზროვნება. რაც შეცვლი და დამოკიდებულებას თვითონ და აქ პოლიციასაც არ ქონდა ეს გამოცდილება. და მე დასაწყისში უნდა წავედეთ ბოლოს დაახლოებით იგივეს ვკითხავ ამ თემას 17 მაისი შარშანდრის შემდეგ გამოცხადებულია ოჯახური სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე. პრაქტიკულად ამან ხო არ გამორიცხა რომ ოდესმე საქართველოში შეიძლება ამის სურვილი საქართველოში ოდესმე აღინიშნოს ჰომოფობიისა, ტრანსფობიის წინა. ამით საპატრიარქო თავისი პოზიცია გამოხატა და თქვა მკაფიოდ რომ ერთსქესიანთა კი არა ჰომოსექსუალიზმი მე მიმაჩნია ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ მიმართულ მოვლენად. პირდაპირ თქვა ხო პირდაპირ თქვა არა პირდაპირ თქვა რომ არც გაბედოთ არც იფიქროთ ამ დღეს აღნიშნა
არა, პირდაპირ არ ძრადებს ესე არა. უბრალოდ მე ის მინდა იმას მაინც შევახო არ გაიაროს ისე 2012 წლის ამბავი, რაც ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. მე შევაშენ წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად, იმიტომ რომ ეს კადრები ჩვენი 2012 წელს ვამბობ, როდესაც ნაციონალიზმი. იქ არაფერი არ მომხდარა განსაკუთრებული, რაც აი ყოველდღე შეიძლება ხდებოდა ზუსტად არ მოხდა. ცემატკეტა იყო რაღაცა როგორ იცი 5 წუთიანი, რომელიც გააშორა პოლიციამ და გააშოშმინა. აი ეს იყო და ეს და ამაზე 33500 ევროს დაკისრება სახელმწიფოსთვის და მეორე შემთხვევაში როცა ამ პატიმარები უკოლულია ან დასახიჩრებული და დაინვალიდებული და იმას 3000 და 4000 ევროს აკისრება პოლიტიკაში ჯამში 4000 ევროს უნდა გადაიხადოს ეს ფული უნდა გადაიხადოს დამნაშავე ადამიანმა იმიტომ რომ ისევ ჩემი ფული მიდის მაგრამ კანონში ეგარწერია სამწუხაროა კარგით, კითხვაზე მაინც მიპასუხებ. ეს ფული უნდა გადაიხადოს. კითხვაზე მიპასუხებ. თქვენ როგორც წარმოგიდგენია, 17 მაისს აღინიშნება მთელი ღონისძიებებია გამართული ქალაქის ცენტრში და ქალაქის ცენტრში არ თუ გადაწყვეტენ გამართვას LGBT თემის წარმომადგენლები თავის დაფიქსირებას, თავისი პოზიციისთან, თავისი პრობლემების დაფიქსირებას თუ გადაწყვეტენ, მათ იმ ქალაქის ცენტრში, სადაც ეს ღონისძიებებია, არ უნდა გადაწყვეტონ ამის ჩატარება და ცოტა მოშორებით თუ ბევრით მოშორებით ამის მაგალითად თბილისის ზღვაზე. ერთი თბილისის ზღვაც თბილისია და მეორე მე წერამ თქვი მაგალითად ვაკის პარკში. არის თუ არა თბილისის ცენტრი? ვაკის პარკი. თუმცა მამანთი მოზმაგურს დედამიწაზე არ არის ეგ. მამანთი მოზმაგურება თავის პოზიციას, რომელიც ნუ ფიქრობს, რომ ეკლესიის პოზიციაც არის. ეს მე არ ვიცი, მაგრამ მე გეუბნები ჩემ პოზიციას, რომელიც მარცი უპიტერი შვილი იყო. რომელიც სწორედ იმას გამორიცხავს და ცდილობს, რომ გამიჯნოს ეს ორი მხარე ერთმანეთისგან და კიდევ ამბობ, მე ვფიქრობ, რომ თვითონ ამ თემის წარმომადგენლებმაც მიიღეს საკმაოდ კარგი გაკვეთილი და თვითონვე გააკეთებენ დასკვნას, რომ ამ ტერიტორიაზე, სადაც ერთი აქცია არის უკვე დაგეგმილი, იქ არ ჩაატაროს. აქვს თუ არა მნიშვნელობა, აქვს თუ არა მნიშვნელობა ადგილს აქციის. ეს ხა რუსთაველი საკრალური ადგილია ყველასთვის ვიცით. მაგრამ რადგანაც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს ის, რომ 10 მაისიდან 17 მაისამდე ჩვენ ვააკეთებთ რაღაცას, მათ აქვს მერიაში განაცხადი შეტანის შესაბამისად, ჩვენ აღარ გვაქვს იურიდიულად უფლება, რომ იმ ადგილზე რაღაცა გავაკეთოთ, იმიტომ რომ დარეზერვებულია. დაგვასწრეს, ცალკე თემა, იმიტომ რომ აი ეს პროგრამა რაც გადავხედე, ევროპაში გეი პრაიდების დროს ხდება ხოლმე ზუსტად იგივე რაღაცა. რომ აი ეს კონცერტები, სახალხო მსვლელობები გავოგნი რომ დავინახე ეს ასე ვთქვათ ღონისძიებათა ნუსხა რომ წავიკითხე ბავშვთა გასართობი ღონისძიებები პრაიდების დროს განტიგეი ხო და ეს უცნაური ეკლესია ცდილობს რაღაცა სახალხო ზეიმი დააწესოს და იყენებს ამისთვის გეებს გასაგებია ქალბატონო თქვენ საფრანგეთი გასაგმის და მამაცინოსთან მაკითხო მართლაც ეს სახალხო ზეიმი რამდენ ბუნებრივი იქნება თქვენი აზრით თქვენ რომ აი პარიზში მილიონიანი გამოსვლა იყო და ამან გამოიწვია დროთა განმავლობაში დღევანდელი მთავრობის საკმაოდ დასუსტება და კონსერვატიული ძალები ქალბატონი მარი ლეპენი და ისე სარკოზი ბრუნდებიან და ისე ვიმარჯვებენ და ისე ცდილობენ რომ ეს კანონები რაც მიიღეს გააუქმონ ერთსქესიანი კონსოლიდაცია. კარგით, ჩემი ინფორმაციით მე მინდა რამდენად საფრანგეთის მაინტერესებს მამა ანთიმოს სხვა ცოდვებთან დაკავშირებით რატო არ აქტიურობთ ესე? სხვა ცოდვებთან დაკავშირებით რაზე ჩუქენებაზე ვაქტიურობთ თუ რაზე? არა, მაგას აღგულისხმობ, მაგალითად ბორდელების თემაზე რატო არ აქტიურობთ ესე? მრუშობა ხო ცოდვაა? ვინ გითხრა რომ მე ძალიან ხო ცოდვა არის. საფრანგეთში ზუსტად აი არც ამ სმეულნი არ შევენ სათასასუფროში. რატომ არც ერთი მღვდელი არ გამოდის და ლუდის ფესტივალი როცა იმართება თბილისში და ღრეობა არის ქალაქის ცენტრში. მაგას ღრეობა ქვია. ყოველ კუთხეში როდესაც მთვრალი ადამიანი გდია. რატომ მაშინ არ გამოდის ეკლესია და რატომ ეს უკვე ცოტა იმაში გადავდივარ. არა, ცოტა იმაში არ არის. სახელმწიფო მაგზალა მე მგონი პიუისდალება ქუჩაშია რა. ლუდის ფესტივალის ფარგლებში შესაძლებელია, მაგრამ მე მაინტერესებს თუ ამაზე ხუჭავს ეკლესია თვალს, მაშინ რატომ არა მაპატიეთ. ანდახან მეც მეყვარს და საერთოდ დიდი სიამოვნებით. მე არ მაქვს ლაპარაკი ზომიერებაზე, მე მაქვს ლაპარაკი აი იმაზე, ღრეობაზე. რატომ არის რომ გეი თემის მიმართ სენსიტიურია,
როგორ გეკადრებთ? როგორ გეკადრება? აგერ 2012-2013 წელი ფაქტია სახეზე. მე ხარ ერთ მაგალითს მოვწერე. დასასრულისკენ უნდა წავიდეთ. აი ქალბატონები არიან, ქალები, რომლებიც ცოტვა რა, ამუშობა. და ქმრებს ღალატობენ. და რომ გამოვიდნენ და ორგანიზაცია გააკვეთონ, რომ ჩვენ ღალატობთ, ბრუშობთ და ეს მე მოგვეცით, რომ ვინ ბრუშობთ და ეკლესია გამოვიდა და დაუწყოთ ზოლას რა თქმა უნდა. მე გეუბნებით რომ უკვე ეგეთი კაცებსაც კაცებმა რომ გააკეთოს პარტია რომ ერთ რა თქმა უნდა. ამანჩოს მიავიცეთ როგორ დააკვეთეს სექსუალურ ორიენტაციასთან, მაგრამ მე გეუბნებით მაგრამ არსებობს ცოდვები, რომლის პოპულარიზაცია ხდებათ იგივე კაზინოებში თამაშის და ასე შემდეგ. რატომ არ აქვს ეკლესიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით? სად არის აქციები ამასთან დაკავშირებით? უწმინდესი მე სხვა რაღაცას ვიძახი, მე იმას ვიძახი, რომ რატომ ასე აგრესიულად არიცავს ეკლესია სხვა რამეებსაც და მარტო გეებს დაძდებს მოსაკლავად. წაიკითხეთ ჩვენ უწმინდეს ნოვატარეს საალბომ ეპისტოლე, რომელიც გითითებია, აქციებს რატო არ აწყობენ? აქციებს? რა ვიცი, მალე მოვაწყოთ. მოდი მამათი მოსდა, ბოლო კითხვები მექნება. ერთ შანს მაინც თუ ტოვებს არა იუპიტერს. არა იუპიტერზე. ეკლესია და იქნებ ღირდეს რომ გადაიხედოს იმ პოზიციაზე, რომელიც ამ ადამიანებმა საკუთარი საქმიანობიდან თავი არ უნდა გამოსცეს. პოზიცია გასაგებია და იუპიტერის არ მომიყვანია შემთხვევით ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის პანთეონი ოლიმპი მართავდა, ეს თითქოს მითოსი და მითეოლოგია გეუბნებით, უზარმაზარი რელიგია იყო. ზევსი იუპიტერი იყო ამის მთავარი, მამამთავარი ღმერთი და ზუსტად აი მამამთავარი ღმერთს ზევს ყავდა საყვარელი ოფიციალურად განიმედი, ასტროლოგია და ზოდიაქალური ნიშნით მერწყული, რომელიც იყო ზევსი იუპიტერის საყვარელი ოფიციალურად. და დღეს იუპიტერი პლანეტის თანამგზავრია და განიმედი ქვია ამ პლანეტს, როგორც ჩვენ თვარე არის ჩვენი, ისე არის და ეს დამარცხდა შემდეგ სერიოზულად, ქრისტიანობამ დაამარცხა 300 წლის ბრძოლის შემდეგ და დაინგრა ტაძრები პაში და ქრისტიანული მართლმადიდებელი ტაძრები. და ეხლა მიდის ისევ, ნუ უფრო სილოებში მიდივარ, მადინებებში, ისევ წარმართული ნეოზევსიანური პერიოდის აყვავება და სოფლიო ცივილიზაცია ისევ მიდის ნეოზევსიანისისკენ, რაც არის ეს LGBT დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. ნეოზევსიანიზმია ზუსტად ვისაუბროთ. კი ბატონო, მე არ მაინტერესებს ამ კონკრეტულ გადაცემაში საუბარი რაღაც ზოგად იდეოლოგიებზე, თეორიებზე. ერთი სათხოვარი მაქვს თქვენ სასულიერო დაში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობთ და ასე ვთქვათ თქვენს აზრს ითვალისწინებენ და ყურს არ ჩემას არ დამეწუნეთ ითვალისწინებენ. არსებობენ ეგეთები ერთი სათხოვარი იქნებ ის მღვდლები რამენაირად იმ მღვდლებს რამენაირად მიაკინოთ ხმა ვინც დადის სოფელ და სამრევლოებში და ვინც ამბობს რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონში რომელიც მიიღეს წერია რომ ერთკაციანი ქორწინება უკვე დაშვებულია იქნებ რამენაირად შევაცვლებენ ამ მღვდლებს ტაქტიკა და მოატყუებენ ამ ადამიანებს მე ყველანაირად ვესწრები რომ და უთხრა რომ ჯერ მე მაინც მესმის რომ თქვენ ხართ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ასე ვთქვათ და ეკლესია ვერიდოს ნუ გასაგებია რომ ყველა ეკლესიის სხვა რაღაცას დავითი ამბობს რომ ეკლესიის შესაბამისად ვარ ადამიანების სამოქალაქო უფლებებისათვის მონათროლი და დავითი ქვია და თქვენ ფარველი ანგელოზი წმინდანი დავით წინასწარმეტყველო და დავით აბაშელი ანუ მე მესმის რომ ეკლესია არ არის თავისი არსით მოწოდებული რომ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისათვის იბრძოლოს და ის ჩვენ სულიერებაზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ ამ გადაცემაში ბატონ დავითი საუბრობდა მათ პრობლემებზე. კონკრეტულად რაც ამ ადამიანებს ზოგს შიმშილით ემუქრება და ულუკმაპურო დარჩენით და ზოგს კიდევ ფიზიკური შეურაცხყოფა. ანუ მე მაინტერესებს თქვენი როგორც ერთი სასულიერო დამოკიდებულება ერთი კონკრეტული მოქალაქის მიმართ, რომელსაც ორიენტაციის გამოსცემა პრობლემა. რა მეწოდება მე არ დაგემოს თანაზრუნოს მე სასულიერო პირი ვიყავი და აღსარებებიც მიღებული მაქვს და
ეს უბრალოდ ცოდვა 20 წელი ასარებს 15 წელია თუ რამდენი აღარ მახსოვს ასარებს ვიღებდა მე ჩვეულებრივად ვეფერებოდი ვინც მეუბნებოდა ასარებას ჩვეულებრივ ეკლესიის წევრი იყო პატიობდი ვაზიარებდი შემდეგ მოდიოდა ორთვის მერე ისე პატიობდი ისე ვაზიარებდი და ჩემი სულიერი შვილობიდან იმას არ განვარჩევდი ეს ესეთია ის ისეთია ისეთ ჩვეულებრივ სულიერი ადამიანს უნდა რომ ახსარების მიღმა გამოხატოს თავისი პრობლემა აი რატო არის აქ როგორც სხვა რა ამიტომ არ განსხვავდებოდა ჩემი როგორც სასულიერო პირი და როგორც მოძღვარი ჩემ სულიერი შვილებზე ვლაპარაკობ ერთი ისეთი იყო ერთი ესეთი იყო მაგრამ ჩემ არ განსხვავებდი ამიტომ მეკითხებით რა პრობლემაა თუ ის ქუჩაშიც გამოხატავს თავის პრობლემას არ მქონდა რა იმ ადამიანის მიმართ ჯერა და მე არც LGBT ადამიანის მიმართ მაქვს სიძულველი და თუ ეს ადამიანი ქუჩაში იტყვის რომ მას პრობლემები აქვს ერთადერთი და ჩემი გულია სიყვარული ქრისტეს სიყვარულია ესო ქრისტეს სიყვარულია და მე არ სიყვარულის დაყვანისმებელი სიყვარულის ახსნელი მე სხვა პროფესია არ გამოჩნია ჯერ უკან კარგი დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ ნინო მაგას გეუბნება თუ აუხსენეთ სიყვარული მოსმი თელი გადაცემა მეტი რა ვქნა აი ცალ-ცალკე თუ გიყვართ ეს ადამიანები დავუშვათ 5 ერთად რატო არის თავისუფლებებზე დაიწყო საუბარი აი მაშინ რატო არ გიყვართ ეს ვერ გავიგე უბრალოდ მე რა შემომჩნია თაიში შემომჩნია სიძულვილი ადამიანები რომელიც შემდგენია რაღაცა სხვანაირ ძმობები ეს ადამიანის თვალს ვერ მოატყუებს ვერაფერი რეპლიკების საშუალებას მოგცემ და უნდა დავასრულოთ რა იქნება მაგრამ ერთი სათხოვარი მექნება ჩვენი მოქალაქეების მიმართ ვინც 17-ში აპირებს გამოსვლას ან იქით ან მეორე მხარეს რომ ერთადერთი რასაც გთხოვთ ეს არის კანონის უზენაებასობას ვცეთ პატივი კანონის ფარგლები არ გადავიდეთ დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება თუ კანონს დავიცავთ ყველაფერი კარგად იქნება მე დავამატებ რომ ერთმანეთს ვცეთ კიდე პატივი გასაგებია რომ 17-ში იქნება ერთმანეთის პატივისცემა თუ დაუშვათ აქცია გაიმართა ჩვენი მხრიდან როგორც საზოგადოება ვიზდებით და წინ მივიდივართ მე იმედი მაქვს რომ ესე იქნება ორივე მხრიდან ერთ ქალწონლოსთან გისმენთ და მე მიმაჩნია რომ თავისთავად თავის დოქტრინას არ შეცვლის ესე არის ესე იქნება ეკლესია ბუნებრივია და არც ხოს მგონი ამას არ არის ვერი თამას და არიამის მოლოდინი არ აქვს და მე მიმაჩნია რომ ჩვენ ნამდვილად როგორც საზოგადოება ვიზრდებით და ამიტომ სახელმწიფომ უნდა აღასრულოს კანონმდებლობა და უნდა მიეცეს ჩვეულებრივად ადამიანებს ყველა ის უფლება რომელიც არის მისი აგრეთვე გამოხატეთ რეპლიკატ და ყოველთვის მე მგონი ყველაფერი ერთად დავამატებ რომ რა თქმა უნდა არჩევანი გვაქვს თითოეულ ჩვენთანგაც მაგრამ ალბათ უმჯობესია რომ ეს არჩევანი იყოს ინფორმირებული არჩევანი და რაღაც არ ვიყოთ იარაღის ხვის ხელში ასე რომ არა მხოლოდ არა ეს მთლად შორს არ მივდივარ ადგილზე მივდივარ მოქალაქეების დონეზე დამყავს ეს ყველაფერი ასე რომ ინფორმაციის ცოდნის გავრცელება, განათლების გავრცელება არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს საკითხი 17 მაისით არ იწყება და არ თავდება. და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და შემდეგ გადაწყვიტონ მათი განწყობა, მათი დამოკიდებულება როგორ იქნება მათ თუ იმ საკითხის მიმართ. სამწუხაროდ დღეს იმას ხედავ, რომ არის ძალიან ბევრი პროპაგანდა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება და სამწუხაროდ იმის პირობებში, რომ თუნდაც ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი ინტერნეტზე, თუნდაც იმიტომ, რომ სამწუხაროდ ჩვენი განათლების სისტემა ვერ გახდა და ეს რეფორმა ვერ დასრულდა და არ ხდება ესეთი სწორი და ჯეროვანი განათლების მიღება, საშუალო განათლების მიღება, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მიზეზის გამო ჩვენი რეგიონები, ჩვენი სოფლები მოწყვეტილია და აბსოლუტურად სხვა გარემოში უწევს ცხოვრება, ვიდრე დედაქალაქში ცხოვრობ ჩვენ დანარჩენები. გულისხმობ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ასე რომ მას ალბათ ყველა სამოცანა. მათ შორის ეს ეკლესიის სამოცანაც არის, იმიტომ რომ ის ხალხი ყოველდღე დადის კვირაობით ეკლესიაში და ლოცულობს. მე ერთი წამით არ შევამცირებ ეკლესიის როგორც ინფორმაციის და ცოდნის და განათლების გამავრცელებლის ფუნქციას. მას აქვს ეს ფუნქცია, მას აქვს ძალიან დიდი ქსელი. ამიტომაც ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, რომ სწორი შეტყობინებები იყოს მოსახლეობამდე მიტანა. სწორი შეტყობინება რა იქნება, არ ვიცი, მამანთიმოს. მე გამიხარდა და აი ბატონმა დავით აღნიშნა, რომ მონათრულება რომ
ეკლესიის წევრი ვარ, რომ ეკლესიის წევრი მონათლული ადამიანი უკვე ექნება ეკლესიის წევრად, დავით წინასწარმეტყველი ყოფილა. უფლებათ აცხადებთ. უფლებას იცოდეთ. აი, იდეოლოგიურად სიღრმეში ადოს ზევსიანელებად. ზევსიანელებად ვიდრე ანტიქრისტიანებად. თუ ორი განსხვავება, მე ყოფ ზევსიანის და სატანას სულ სხვა გენეტიკა აქვს, ზევს იუპიტერს სულ სხვა გენეტიკა აქვს, სულ სხვა სხვა რაღაცა რა ახალს ერთი რამე გონია რა ყოველ წარმართანი ბოლომი ეშმაკარიანო ნუ სახამარა ნუ სხვადასხვა რაღაც მიმართულებებია ხო და აი მინდა რომ ეკლესიის წიაღს როგორც დაკარგული ცხვარი დაუბრუნდეს და ვინც არ დაუბრუნდება მათ თუ აქვთ არსებობის უფლება საჯარო სისტემის ჩვენი წუთიერია რა ჩვენ მარადიულზე უნდა ვიფიქროთ და სულები გადავერჩინოთ რომ მარაცა შინა სასუფეველსა შინა დავეკიდროთ ცხოვრება და ჩვენი ცხოვრება ისე უცებ გაიგებს მე 59 წლის გავხდება მალე და კიდევ 40 წლის ბიჭია და ისე უცებ გაიგებინა ამ 40 წელიწადმა და ისე უცებ გაიგებს კიდევ 20 წელიწადი თუ 25 თუ ამდენ ხანში გადავისწრებ და ამის ვერ გავიგებ ამ ქვეყნის ცხოვრება აი წუთიერია წუთი სოფელია მარადიულზე ვიფიქროთ და მარადიულობაზე გავაკეთოთ აქცენტი სულიერებას და ჩვენი სულის გადარჩენას დიდი მადლობა თუმცა ამ ქვეყნის ცხოვრებაშიც ალბათ მაინც ადამიანები არ ჩაგრებოდნენ დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის დიდი მადლობა რომ გვისმენდით და გვიყურებდით ბარიერ სამშაბათს დაბრუნდება პირველ რიგში კარგად გაგდებით